Uf. Вообще რომ სულია მე კუილოსუნი. ახლა გაჩვი. რატი გამარჯობა. გამარჯობა მათი. როგორ ახარ რატი? ძალიან ცუდად ვარ და მე მაქვს ამ ცუდად ყოფნის მიზეზი და გეტყვი ახლა რა არის თუ გინდა. აბა მითხარი. სანამ ჩაწერაზე მოვიდოდი, Facebook-ზე შემხვდა ესეთი გვერდი არის გეცონება Entrepreneur Georgia. და მაგათ ეწერათ ესეთი კითხვა, რომ აბა ჩამოთვალეთ საქართველოში საუკეთესო პოდკასტები რომელია, გვირჩიეთო. ხო მე. და ძალიან ბევრი კომენტარი იყო და ხამი არავის არ ეწერა. მე მეგონი მაყურებლის ბრალია მე. ეს ცალსახე მაყურებლის ბრალია, მაგრამ იქ იმდენი პოდკასტი ეწერა, გამოვყლებდი ანუ არც ვიცოდი რომ მაგდენი პოდკასტი არსებობს. მაგრამ ესე დაფიქრდი ახლა შენ. Entrepreneur Georgia ხო ყლეობაა? ცალსახად. ჩვენი მაყურებელი ყლეობას არ ადევნებს თვალს. აბსოლუტურად არა. ბაბლის პოდკასტები რაც არის გავიგე ახლა მივხვდი მე. მაგალითად წარე პოდკასტი. გადასარე როგორ მიყვარს. სამ პროექტ 64-ის რაღაცა საქმე. გრიპით საიდუმლო თუ რაღაც ეგეთი საქმე. თუ პირადი საქმე ბოდიში. ჯაფარას პოდკასტი. ის ხო ციხეშია. მაგ ჯაფარასი არა, სხვა ჯაფარას პოდკასტი. კიდე რა იყო? აღარ მახსოვს ბიჭო. ისა ცოდნის პოდკასტი. ცოდნის პოდკასტი ეგრე ქვია და ის კაცმანის პოდკასტი. კაცმანი ხო იცი ეს ცოდნის იაზროვნე კი არა, მოაზროვნეთა აკადემია თუ რაღაც რო არის. არა. მოაზროვნე ხო ეგ ვიცი. წვანე ფონი რო აქვს და ლევან ბერძენიშვილმა რო სკანდალური ეს მისცა რა ქვია, შკიბიდი ტუალეტზე ლექცია რო ჩაატარა. ხო, აზროვნების აკადემია. ხო, მან იყო ეს კაცმანი და ეხლა თავის პოდკასტი აქვს და ლაპარაკობენ იმაზე, რა ქვია, განვითარებაზე და ინტერპრენუარობაზე და რა ვიცი, ეგეთ რაღაც ყლევებზე რა. ის არისო იაგოს საქართველოს დაბადება. ხო, 1-2 კომენტარი, მაგრამ ცალსახად ესენი დომინირებდნენ ცალსახად რა მოკლედ და ახლა შემხვდა ახალი პოდკასტი დასპონსორებული რაღაცა ad workshop-ი თუ რაღაცა ეგეთი ერქვა. admani თუ რაღაცა და ესა ქართველი მარკეტინგის გურუები განიხილავენ რეკლამებს და უშვენიერესი ის არის მოვლენა. ვიღაცა ასპონსორებს დამავიწყდა რაღაცა ეგეთი ის იყო რა ქვია კომპანია ეგეთის მოიცა. განიხილავენ ანუ ამობენ რომ ყველა რეკლამა ძალიან კარგია და ჩემი მეგობარი საუკეთესო სამსახურში მუშაობს. როგორ აი ძალიან მომეწონა Windforce-ის ნაშრომი. მე ამ ბიჭებს ვიცნობ ლივინგსტონში ჩემთან ერთად მუშაობენ. ჰოლმსი და ვოტსონის უთესვლესის სარეკლამო როლი ვნახე. ხო და მე რა მაინტერესებს ვინ უნდა უყუროს მაგას. რა ვიცი. აი საშუალო ქართველს ცალსახად არ აინტერესებს აი რეკლამის შიგთავს. მე მოდი ასე ვთქვათ რომ ამ ხალხმა არც იცის რეკლამის შიგთავს სინამდვილეში. მაგრამ მეორეს მხრივ ვის აინტერესებს მაქსიმუმ რამდენი უნდა იყოს მაგის მაყურებელი. რამდენი კოპირაიტერი წავს საქართველოში იმდენი. აი ძალიან მაგრად მოიფიქრა და არ მეყურებია რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც შორტებს ბუსტავენ ინტერნეტ საშუალება Facebook-ზე და იმაზე ვნახე რაღაცა ესეთი რაღაცას აქებდნენ, რომ აი ადამიანის გულში უნდა ჩახვიდე შენ თუ გინდა რომ გაიგო მას რა სურს და მიეყიდო და რაღაც ეგეთ ყლებები. არა, ბიზი არ არის ეგრე, რეკლამა არის ესა რა ქვია. რა ჩემი საყვარელი რეკლამები რომელი იყო იცი ზუმერს რო ქონდა ხოლმე ზუმერულის ფასების ხო კი ძალიან სრული საოცრება რეკლამები იყო რომ ეგ ისე იმას უბრუნდება რა ყველაფერი რომ ზუმერებზე არის მარკეტირებული ოღონდ ამ შემთხვევაში ზუმერი იქამდე არსებობდა სანამ სიტყვა ზუმერს დაერქმეოდა ამ ახალგაზრდობას ხო და ყველაფერი იქამდე დადის რომ ეს მილენიალები ცდილობენ რომ ზუმერებს შეტენონ თავისი ისე რა როგორც არაერთხელ გვითქვამს და ზუმერის მთელი რეკლამებიც ხო ეგეთია რომ აი რა გვიწო ტყლარწი ბევრი ფერი რაც შეიძლება რანდომად ხვიდო იუმორი კიჩური ისინი ქონათ ბიჭო რაღაც კიჩური რა აი რაღაცის იმას რო ცდილობ რა ქვია გაშარჟებას მაგრამ ისე გამოგდეს რომ მე ძაბოლო ძალიან კრინჯობა არის რა გაშარჟებას არაფერს გაშარჟებას არ ცდილობდნენ
მეგონი პროსტა ის იყო, რომ აი რაღაც იცი რა ქონათ, რომ აი რა არის სასაცილო მიმები, ცნობილი და ჩვენ ახლა ამას რეკლამაში გამოვიყენებთ. პირდაპირ ეგ არის კიჩი რა, ანუ რავი, იმენა ეგ არის. კიჩი არ ვიცი ეს ხა ეს ებრაული ტერმინები რა ვიცი, მაგრამ მოდი ვთქვათ პანდერინგი. მაგრამ საქსურად ვიმეთ ყველას. აი ხა მაგარი გადასვლა. კიჩი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვიცით პუჩი. და ელდარ შენგელა ეგ არის. ეხლა ოხრა როგორ არის იმაში შერეკილი გრელდა გრ შერეკილებს როგორ არის ოხრა უესრა ჩამოკრა უბედურების ზარმა ეხლა კედელი უნდა გაინგრეს და უნდა განთავისუფლდეს არა ნუ ეხლა ელდარ შენგელაია ეს არ არის კამრიპი მაგრამ მაინც სახასო დაღინიშნოს რომ მსახიობისა რეჟისორად კარგი იყო თუმცა მე ასე ვიტყოდი რომ ელდარ შენგელაიას მთავარი ფილმების მთავარი ოქრო იძებნება იმ ფაქტში რომ კარგი სცენარი აქვს ანუ დრამატურგი ყავს კარგი. ხო, რაღაც სხვადასხვა ყურადღება არ ექცევა ხოლმე ძირითადად. ეს საქართველოში ზოგადად, იმიტომ რომ საქართველოში კინემატოგრაფია არ იციან ზოგადად და შესაბამისად გონიათ რომ რეჟისორი აკეთებს ყველაფერს. ხო, ხო. ხო, სცენარი ცალსახად კარგი არის. თვითონ ფილმოგრაფიაც არ არის ცუდი, მომწონს მე რაღაცები რა. ახლა არაჩვეულებრივი გამოფენა მაგალითად მომწონს კარგია. არაჩვეულებრივი გამოფენა კარგია. ისიც კარგია, შერეკლების კარგია და ცისფერმთების საუკეთესო ქართული ფილმია, მაგრამ ესენი არის კარგი სცენარის ხარჯზე, დრამატურგიის ხარჯზე. და თვითონ რეჟისურის თვალსაზრისით, რავი, მე მაინც და მაინც არც ერთი არ გამოირჩევა. ნუ ახლა შერეკილები არის საინტერესო, იმიტომ რომ მოახერხეს რომ რაღაცა დაფრინავდეს და ეს კარგად გადაიღეს. ანუ ერთ ფრენზე გამოაბეს რაღაცა და თან 70-იანებში საფრთხეში ეს ძალსახად კარგი მიღწევა, მაგრამ ნუ ახლა ისეთი რომ აი ფილმს რო შეხედავ, ფილმს რო შეხედავ და რო იტყვი რომ ეს რა ქვია, ეს ელდარ შენგელაიას გადაღებულია, ეგრე არ არის. ხო, ანუ თავისი კადრების კომპილაცია არის, ოღონდ კარგი სიტყვები არის შუაში. კარგი საავტორო კინო რეჟისორი არისო. ვაფშე არისო მგონი, მაგრამ anyway. სტილი მაინც და მაინც, ანუ რა ვიცი, ხარა ვერ ვიტყოდი რომ სტილი ქონდა რეჟისურის თვალსაზრისით, გადაღების. თვალი არ ქონდა. მოდი ესე ვთქვათ. თვალი მე მაქვს ცალსახად, იმიტომ რომ ეხა არ გადაბრწყინებულია ეს კადრი, ან კიდე არაფერი არ ჩანს იმაში. მე ვაშკარად ჩანვარ ახლა. არა, ეს არა, იმაში რომ უყურებ ეხა მე ცოტა გადაბრწყინებული ჩანვარ. მონტაჟში ხო არ ვიცი. არ ვიცი რა იქნება ეხა იქ. ცალსახად ასევე მაქვს თვალი, იმიტომ რომ კამრიპის წინა ეპიზოდი ლურჯი იყო. ეს ცალსახად სტილს მიუთითებს ახლა ეს. ეს იყო ჩანაფიქრი სპეციალურად იმისთვის, რა ქვია, მაგალითად. ისის ჩანაფიქრი იყო, რომ მარტო იმას კი არ გადავადე ლურჯი. ფილტრი რა ქვია თვითონ მე და თომასადაც ვართ არამედ ინტროსაც რო ლურჯი დავადე ეს ჩაფიქრი იყო და სულაც არ შემეშალა ეხლა ხო ელდარ შენგელაია მოკვდა მაგრამ დღეს არის 10 აგვისტო 10 აგვისტო რაღაცა დღეების მონაკვეთს ემთხვევა რომელიც ჩვენი წლის წინ მოხდა კი ბატონო სახელად ომი სად იყავი ომის დროს რატი ბიჭო ომის სხვათა შორის ეხლა ცოტა კი ისეთი ამბავი არის, მაგრამ ომის ამბავი იყოს რამაც ეგრე ძალიან და სხვათა შორის გონი რომ ჩვენ თაობაში ეგ მართლა ომის ამბავი ძალიან არაცნობიერად ჩაინერგა და ეს არაცნობიერი მაინც და მაინც არაცნობიერი იმიტომ ამბობ რომ ბავშვი იყავი და არ გახსოვს რა ისე კარგად და ვერ საცნობიერებდი რაღაც ირაციონალური იყო მაგაგებით, მაგრამ ეს სიძულვილი რაღაც რუსების მიმართ აი მანიდან მოდის რა, ეხლა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ მე გაიზარდო და აფხაზეთზე ისტორიები წაიკითხო და მიხვდე რა ყლები არიან რუსები, როცა ეს შენ პირად გამოცდილებაში გაქვს, ეგ არის ნუ ბევრად უფრო ისეთი მძაფრი შენთვის. ხო, მაგრამ ეს 5 დღიანი ომი იყო და მაინც და მაინც ესეთი რა ქვია, იმენა საომარო ზონაში თუ არ ცხოვრობდი, მაინც და მაინც დესტრუქციული არ იყო. მაგრამ მე მომიწია უბრალოდ გახსოვს რომ ომი მოხდა, ალბათ გახსოვს რომ გეშინოდა. ჩვენ კიდევ დიდები ვართ შედარებით, მაგრამ ნუ ვინც ახლა 16 წლის არის ახლა, მაშინ ვაფშე ბაღანა იყო და საერთოდ არ ემახსოვრებოს და იცის რომ ვიღაცას მოკლა უნდა და მაგისი და ეს პირიქით ჯობია. ხო, მე საომარ მოქმედებთან ეგრე ახლოს არ ვიყავი, მაგრამ სადაც ქარელში არ იყავი სამ. ხო და გეტყვი ახლა რა, ანუ რაღაც მომენტში ომი რო დაიწყო, ეს რა ქვია, მოგვიწია, რას ვამბობ, რომ ომი რო დაიწყო როდის? ეს პროვოკაციული. ხო, ომი რო დაიწყო, ეს რა ქვია, მოგვიწია მანქანით გავლა კოლონასთან ერთად, ჩვენი სამხედროების კოლონასთან ერთად. და ყველაზე ცხადად რა კადრიც მახსოვს ეგ არის რომ ჯერ მარტო ესეთი რაღაც იყო რომ კოლონები მიდიან რაღაც რამდენიმე მანქანა სამოქალაქოები მიუყვებით
და ჩვენი მანქანის წინ რომელთაც მივიდოდით ლიტერალი აფეთქდა რაღაც ჟიგული იყო თუ რაღაცა ეგეთი და მე იმ ცეცხლში გავიარეთ ჩვენ და როცა მივედი დანიშნულების ადგილზე სადაც მივიდოდით რაღაც ტელევიზორზე ჩავრთეთ იქ BBC-ზე ზუსტად ეს კადრი იყო და მეთქი ვაიმე მამაჩი ეს მე ვარ ეგეთი იყო და აი ეგ კადრი არ ამომდის რა თავიდან მან თქონთ რა არის იცი ეგ ჟიგული იყო ხო ხო და ეგ რუსებს არა უფეთქებენ თავისი დაფეთქდა მე 2008-ში საწახვედი მე შენ რო მიდიოდი სხვადასხვა მე თბილისში ვიყავი და ქარელში გაიქეცი? არა, პირიქით ქარელიდან თბილისში წავედი. ხო, ნუ მაგას სხვა თავისი მიზეზებიც ქონა, რომელიც ახლა კამერებში სასაუბრო არ არის. სამსახური გქონდა თბილისში. არა, სამსახური არა, სხვა დეტალები რაღაც. თბილისში არ ვიყავი, მე ვიყავი სურამში 7 აგვისტოს, როდესაც ომი დაიწყო, აი მე კეთილშობილების აფიშირება მომახდინე. 7 აგვისტოს ვიყავით სურამში და სადღაც ესე 8-9-ში წამიღეს ემაში, რა ქვია, გურიაში. სადაც მე მაქვს კარმი დამო და გავიქეცით მოკლედ რა, ხო და მე რო ვინმე შემკითხო დავდგებოდი იქ იარაღით ხელში, მაგრამ ვინმე კითხებოდა კაც რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ გავიქეცით მოკლედ და მახსოვს ხაშურში სურამიდან ხაშურში წავედით ტაქსით, ჟიგულით სხვათა შორის და ხაშურში ვიყავი იმაზე რა ქვია მატარებლის გაჩერებაზე. არც მატარებელი არ მქონდა ნანახი მაგ დროს. ვიყავი 7 წლის ხვდებოდი 8-ის, რაღაც ესე ერთ კვირაში. არც მატარებელი არ მქონდა ნანახი, არც თვითმფრინავი არ მქონდა ნანახი, მით უმეტეს მოსმენილი, სამხედრო ხო საერთოდ. და ნუ რავი მე წესიერი მანქანაც არ ყავდა ნანახი, მოკლედ ხა ამას რატომ ამბობ. ვარ თემაში რა ქვია ხაშურში მატარებლის გაჩერებაზე და ველოდებით მატარებელს რომელმაც უნდა წაგვიღოს იქანე. ხო და უცებ მესმის რაღაც ძალიან ხმამაღალი ხმა ეგეთი ხმა მესმის რა და ხა მგონია რომ მატარებელი მოვიდა და მიხარია იმიტომ რომ მეზარება იქ ლოდინი ახლა ლოდინი ყველაზე ცუდი რაღაცა მოიხსენება და არა გავიხედე გამოიხედე კაც მატარებელი არ არის და თან ამავდროულად ხალხი იწყებს რაღაც მუხლების დახოყვას და ვაი ეს დაწიწკნას თმების და ფაჩრის დაბუდვას და რაღაცებს იწყებს და გავიკვირდა ხა მატარებლის ეშინია ამ ხალხს თქო და ამ დროს მამაჩემ მოვიდა ეს თავზე ხელი გავიტანა გარეთ და თურმე იქ რუსული ან ბომბდამშენები ან ეგრეთ წოდებული ისტრიბი წველები დაფრინავდნენ სურამის კი არა და ხაშურის წმინდა ზეცაში და მე იქ ბორჯომში დაბომბეს ტყეპარკი და მე ხანძარი გაჩნდა ხო და მაგარი არ იყოს მაგ მომენტში მე გადავწყვიტე რომ აღარ ვიტირო ხსენებათ იმიტომ რატო ოღონდ ხა განა რამე ჩემ თავთან დავასვენი კაც ვიღაც 16 წლის სადღაც თინეიჯერობაში ყოფილი ყმაწვილი იყო იქით რა და დედამისთან ერთად და ბღაოდა და ამას რომ შევხედე ეს ფაჩარი ვინ არის მეთქი და მე გადავწყვიტე რომ მაგის მე არც მიტირია მოკლედ ბედნიერების გარდა ის არის თლება. მატარებელს გამახსენდა რომ ქარელთანაც არის რკინიგზის სადგური რა, სანამ ესე პირდაპირ მაინც და მაინც ქალაქში შეხვალ ცენტრში და ეგ კადრიც მახსოვს რომ მე როცა რაღაც მივდიოდი რაღაც შემოვლითი გზებით, აქ მანდიმენა ეს კოლონა გადიოდა სამხედრო იმის რა, რაღაც артиლერია გადაქონათ და რაღაც ეგეთები და ნუ საშინელი სანახავი იყო რა. საშინელი სანახავი, იმიტომ რომ პირდაპირ უყურებ როგორ მიდის ამხელა ის რა ქვია კოლონები სადღაც და ანუ რავი 7 წლის ბავშვი რო ხარ ახლა ძალიან რთული აღსაქმელია ეგ რა ანუ შენ სადღაც იქით მიდიხარ ისინი იქით მიდიან უცებ სამხედროებს ხედავ ყველგან დარბიან პოლიციელები ხალხი გამოყრილი ქუჩაში ვინსად მიდის არიცი და ანუ თვითონ ეს სურათი რა ძალიან მძაფრად ეს არის რა აღსაქმელი არის და მართლა ანუ ეს არაცნობიერად მაშინ ის ჩარჩა ალბათ ყველა ჩვენ თაობას განსაკუთრებით რომ ეს ანუ რუსების დედა უნდა მოეტყნათ აუცილებლად რასტურად ფიქრობ მე მგონი ანუ როგორც გეუბნები ახლა მე მაგალითად რუსების მიმართ ზიზღი იმიტომ კი არა მაგრამ 2008-ში დამბომბეს ანუ კინაღამ დამბომბეს უბრალოდ რა ისედაც მძულს რუსები ხო და მესმის როგორ არის და ეს სულაც არ იყო კატალიზატორი თქო მაგას მანამდე მძულდა რუსები მაგრამ ნუ ეხლა მე რა თქმა უნდა განსაკუთრებული და უზენაესი პიროვნება ვარ და ესე პირდაპირ ჩემგან დასვენებს ვერ გამოვიტან, მაგრამ მაინც არ ამგონია რომ ვიღაცას რუსები იმიტომ ზულდეს რომ 2008 წელს, როდესაც 12 წლის იყო, იქ დამომბეს რა რაღაცა. თუ ვინმეს რუსების ზულს ისტორიული კონტექსტიდან უფრო ზულს ვიდრე პირადი იმიდან. ეგეც, მაგრამ მე ვგულისხმობ რომ აი რაღაცა ერის კოლექტიური მეხსიერებაში რაღაც ეგრე ჩაიწერა როგორც ბოლო
ისეთი რაღაც ტრაგიკული ამბავი რა საქართველოს ისტორიაში და ეხლა გინდ როგორც აი მაგალითად იგივე ანწუხელიძე ხო ერთი ინდივიდი არის მაგრამ მაინც თანამ მაინც ეს ღრმა თემებზე გადავალ მე ცოტა ხან ეს ომის ისტორიები მიტა დავთვალო რა მე ვეტერანი კაცი ვარ მოკლედ ხაშურში რო მოვიდა მატარებელი ბოლოს როგორც იქნა ის დასავლეთში გადასასვლელი ხიდი ალბათ აფეთქებული იყო თუ რაღაცა და წავედით ჩერეს სამხრეთ საქართველოში და მიდიოდა ქუთაისში ანუ პირდაპირ გურიაში არა ჯერ ქუთაისში ჩასულიყო ხო და ხაშურიდან ქუთაისამდე მატარებელი დადიოდა 11 საათი და აი ეს ჯოჯოხეთი რო გავა მაშინ გემოგეხსენება არც ტელეფონები არ არსებობდა არც არაფერი არ არსებობდა არსებობდა მაგრამ ჩვენ გლეხებს არ გქონდა და 11 საათი მოწყენილი ვიყავი მატარებელში და თან რა თქმა უნდა ვერ ხვდები რომ ომია თუ რაღაცა და უბრალოდ კიდევ რა ჩადი რა ტვინი მომეტყნა ხო და აი ეს 11 საზღარი საათი რო გამომატარა რუსეთმა აი მაგიტომ ძუნს რუსეთი და მეორე კიდე 2008-ში ამ ომის დროს მე უკვე წამოსული იყო სურამიდან მე ეს გადმოცემით ვიცი ესეთი ისტორია სურამში რომ მე მოგიხსენებათ უკვე თავიდან ხომ მოვიგეთ ეს ომი და მე უკვე წაგებისკენ რო წავიდა სამხედრო ზონაზე თორე პოლიტიკურად ჩვენ ეს ომი მოვიგეთ მაგას ველაპარაკოთ ნუ მოკლედ სადღაც ესე 10-ში 11-ში სურამში შემოვიდნენ რუსები ოღონდ დაკარგული იმიტომ რომ სურამი ავტობანზე არ არის და არც ცენტრალური მაგისტრალი რაც იყო მაშინ არც მაგაზე არ არის პროსტა იქიდან გადახვევა თუ გინდა ნუ კაროჩე რაღაც ერთი ცალი ბეტერი დაიკარგა რა ხო და სურამის რუსთაველის ქუჩა არის სადაც რკინის წყალი მდებარეობს ეხლა აფიშირებას ვახდენ რომ ეს სურამი ვიცი აქ ჩამოიარეს და სადღაც ემაზე რა ქვია ჩუმათელეთის გადასახვევი ხიდი რო არის ჩუმათელეთისკენ გადასახვევი ხიდი მაგასთან გაჩერდნენ და საზამთრო უნდოდათ არბუზი უნდოდათ და ჩამოვიდნენ ბეტერებიდან ჯერ ეს ერთი რაყლეობაო საზამთროს რა ჩამოვშება ანუ ოკეი საზამთრო უნდოდათ და იქ მაღაზიები არის გეცოდინებათ ვინც სურამში ნამყი ხართან ცხოვრობთ იქ და აიღეს ის რა ქვია საზამთრო რა და ფულს იხდიდნენ ხო და ეს სურამელები სურამელები რა ვინც იყო იქ ვინც ყიდა იმას გამოვარა და არა შვილო წაიღეთ უფასო თქვენია თქვენ ანუ სასაცილო ხარ რა არის აქ ცალსახაა მაგრამ მაინც რომ ანუ ჯერ ხო რუსი რო ფულს იხდის რაღაცაში ომის დროს ეს ხო ცალკე მოვლენაა და მეორეც ერთი ეს ქართველი რომ არა თქვენია შვილებო ხო შეიძლება რავი შიშის გამო და რაღაც შიშის გამო რა ფულს გაძლევს ხო არ ვიცი რავი ხო არ მის ხო სასაცილო ამბავი არის სასაცილო ამბავია კი ანუ ეს ცალსახად ხავს უსვამს იმას რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ისე ჯერ ქართველები არიან და მერე რუსები კი იმიტომ რომ არ ვიცი თუ გაქვს ნახი ეს კადრი რუსამხედროებთან არა აქვს ქართველის ფოტო გადაღებული სამოქალაქოებს რუსებთან? ხო. რაღაც ხელგადახმულები რო არიან რაღაც ეგეთი. და ეგ ხა ცალსახა პრობლემა იყო და კიდე ერთი პრობლემა რაც იყო სხვათა შორის და რაც ცოტა მერე გამოჩნდა რა, აი გადავიდე ცოტა ხა ომის განხილვაზე სხვა რაღაცაზე. ძალიან ბევრი მაგალითად, ძალიან ბევრი არა, რომ რეზერვისტები მაგალითად ვინც იყვნენ და ვინც წავიდნენ ომში რაღაც მოხალისეობრივად, იქიდან რაღაც ნაწილი რატომღაც მაგას თვლიდა, რომ აი როგორ თქვა, ეს იყო რაღაცა საქართველოს დაშვებული შეცდომა. და ამას მოუწია მაგის გაკეთება, რომ რაღაც ომში წასულიყო, იმიტომ რომ ის დიდი პატრიოტია და აგინებენ მერე იმას, რა ქვია, მაშინდელ მთავრობას, რომ ეს რატო გააკეთა და მე რა გააკეთა მაშინდელ მთავრობას, ომი რატო დაიწყო? ხო, დაახლოებით რა და რაღაც რამდენიმესთან მქონია რაღაც შელაპარაკება რა მაგაზე და რაღაც იცი მე იქ რაღაც დაჭრილები გამომყავდა და რაღაც ანუ ამას ისე ყვებიან თითქოს რაღაცა ის არის რა, რომ ეს რა გავიკეთა სააკაშვილმა რა, რაც არის სასახა ტრაგედია იმ გაგებით ეს თვითონ იმას ამბობ ვინც იბრძოდა იმ ხალხზე? ვინც ხო, ნუ ოღონდ არა ჯარისკაცი, არამედ რეზერვისტი და ამ რეზერვისტებიდანაც გააჩნია ხო რა ვიღაცები იყვნენ ვინც საქართველოში რეზერვისტი არის ყველა. კაცი. ხო, მაშინ გირჩი არ არსებობდა. ხო, ანუ მიდიოდა ჯარში. ხო და მაგას ვიზახი რა უბრალოდ ხდის და შენ არ ნიშნავს, ან ახან არ არის ეს რა, მადლობა თქვენი სამსახურისთვის. ანუ შეიძლება ადამიანს აქვს უფლება იმისა, რომ ომში იომოს და თან ყლეც იყოს. არა გარხდის იმას რომ გენიოსია და მადლობა თქვენი სერვიქსის. ხო, მაგას ვიძახი, ანუ ჯერ ერთი რომ ანუ კი ძალიან კარგია რომ მაგას აკეთებ რა ადამიანი, მაგრამ ეს არ არის რაღაც ისეთი ხლა რავი რომ წარმოიდგინე რომელიმე სამხედრო გამოვიდეს და ბიჭო იცი რა მე ანუ რაღაც
სამსახური არის საბოლოო ჯამში ჩვენი ყველასი ქვეყნის დაცვა რა. არ არის ეს რაღაც ისეთი, რავი, რასაც იმიტომ აკეთებ, რომ მე CV-ში ჩაწერო, რომ მე ომში ვიყავი, ხო? ანუ ეს სისუალია, ხო? მაგის კეთება და ანუ რაღაც შენ თელა იმას რა ქვია, მაღაზე რო აგებ, რომ აი მე იმიტომ ძულს წინამთავრობა რო რაღაცა ესეთი რაღაცები გაგვიკეთეს და რაღაც ჩვენი ბიჭებს რა უქნეს რაღაცა ეგეთი ეგ არის ანუ მაგას ჯობდა რომ რა ვიცი მართლა უბრალოდ სახში ყოფილიყავი და არაფერი გაგიკეთებინა იმ გაგებით რომ ანუ რა კარგი საქმეც გააკეთე მაგალითად რა იმ კარგ საქმეს ზედული ამ რაღაცა ყლეობა ნარატივით რომ ეს რაღაცა ჩვენი თითქოს ჩვენი დაწყებული ომი რაღაც იქ ჩვენი ბიჭების დახოცვა იქ ვიღაც მე შემაკლეს ხო იარაღი არ მოგცეს რაღაცები ანუ გეგონება ის იყო რა ანუ რაღაც საქართველოს რაღაც სუპერ სახელმწიფო იყო და აი შენ გიორგი შენ იარაღი არ გექნება და ისე წადი ომში ანუ ყლეობა ხო ანუ არა ეგ სისულელია ხა თუ რამე ეგ არც ქვეყანას არ უჭირს ახლა დღეს რომ დაარც მაშინ რომ იარაღი კონდეს მინიმუმ ემოთხები გქონდა დოხვია ხო მთელი მუღამი ის არის რომ ანუ რაღაც საომარი მოქმედებების დროს ეს უბრალოდ ომში ვერ წახვალ რა შეიძლება ძალიან სამშობლოზე შეყვარებული ცხარა ძალიან კარგია რომ ომში წახლა გინდა ის რა ქვია ის რო ყვება ნაცების რისხვა ელისაშვილი არა კაცო ის გიჟი რო არის TikTok-ზე არ ვიცი ვიზიამობ როგორ არის კაცო ის რო არა ქვია აი მე რო თქვი ჩემი ლეგენდარული ფრაზა 7 ნოემბერს გისურვებთ მეთქი და ეს რო აღშფოთებული იყო და TikTok-ებს რო წერდა. ის რო არის ქერაწვერიანი ტიპი რო არის ცალსახან არკუშა როა. დაბალი თმა. ნაცების რისხვა როგორ არის? არ ვიცი. აუ კაცო აჭრილებულია ხო შეიძლება ვიცი ხო ვიცი კაი ვიცი გამახსენა კი. ხო და ეგ ტიპი ამბობდა რომ ნაცების რისხვა მე წარმოვიდგინე როგორც მეტაფორა და პირდაპირ მიხდები ნაცების რისხვა რო აწერია ხო ვიცი ეგ ტიპი კი. ხო და ეგ წერს რომ ეგ ამბობს ჩაწვიზდევ აქ ჩაწერილი რომ მეო ესა რა ქვია საბერძნეთიდან ჩამოვედიო იმიტომ რომ ომში მინდოდა წასვლაო და იარაღი კი არა პირიქით დამიჭირეს და აგენტობას მათე ხო სისულელე ხო და ცალსახად ყვილი მაგრამ მეორეც ერთი ხა ეს გააზრებულოთ არა მაგრამ ცალსახად აგენტი არის ეგ ხო და გარდა მაგისა მე იმას ვამბობ რომ ისევ იმ თემას უბრუნდები რა რომ რაღაც ქართული საზოგადოება და როგორც სამოქალაქო საზოგადოება რომ ვერ ჩამოყალიბდით იმიტომ რომ ესე ომში წავედი ანუ ეგრე არ ხდება რა აი რომ მიხვიდე იქ რეზერვში ანუ თუ ის რეზერვი ნორმალური არის ანუ შენ შეგამოწმებენ ზოგადად რა იცი და რისკი კეთება შეგიძლია ვიღაცა რომ ომში გაგიშვას ისე რომ იარაღის ჭერა არ იცი იმიარას ესე გაიცრო შეიძლება შენიანი დააზიანო რა არ არის ეგრე მარტივად ეგ ამბავი რომ მე ომი მინდოდა საქართველოს დაცვა და რომ არიგებდნენ კიევში იარაღს ესე და წავედ დაიცავით ხო და ის რა ქვია ბაქრაძემ რო თქვა როგორ შეგიძლიათ ისე დაიცავით თავიო ეგ დაგავიწყდა ჩანგლებით ვებრძოლოთ რო თქვა ბაქრაძემ დაგავიწყდა ხო და ის თქვა მე მგონი აღარ მახსოვს რო რამე მტერს კაცო უნდა ებრძოლო ყველაფრით რითიც შეგიძლია მაგაზე არ დგას ეგ ყველაფერი რა მაგრამ არ შეიძლება ეს რაღაც ნარატივად გამოიყენო იმის რომ თითქოს ვიღაცას ბრძოლა უნდოდა და ხელი შეუშალეს იმიტომ რომ ეს რაღაც deep state-ის დალაგებული გეგმა იყო რომელშიც აი ესა რა ქვია ალეკო ელისაშვილი იმიტომ რომ რეზერვში წავიდა და გმირულად უნდა რომ სამშობლოში შებრძოლა ხო ამით ხელს შეუშლია და ეს გეგმა ვეღარ განხორციელდებოდა რა ანუ მაგ ყლეობაზე ვსაუბრობ თორე ხო ცალსახად ის რა ქვია ანუ რითიც შეგვიძლია უნდა ვიბრძოლოთ მაგაზე არავინ არ ამბობს რომ ეგ არ უნდა ქნა ვაფშე ეგ ყველაზე ყლეობა ანუ ყველაზე ისეთი რა ქვია მინიმალისტური ყლეობა არის რაც მაგათ აქვს ფოლკლორში ჩანერგილი ამ კონცეფტს და მენტალურ კონცეფტს კაცო მე მომწონს ყველაზე მეტად ეს ყველაზე მეტად რა ესეთი რა საშუალოდ მომწონს ეს სააკაშვილმა რომ იზეიმა გამარჯვება ომში ჩვენი ბიჭები რომ ჩატავებულები იყვნენ ეგ და ესენი რომ ზეიმობდნენ და კონცერტებს მართავდნენ ჯერ ხო რა ყლეობა მოდი დავიწყოთ იმ ფაქტით რომ ჩვენ ეგ ომის სინამდვილეში მართლაც რომ მოვიგეთ ხო იმიტომ რომ ოღონდ ხო გავშალოთ ეგ ამბავი კარგად გავშალოთ ეგ ამბავი იმით რომ რა იყო მაგომისი მიზანი ის იყო რომ უნდა შემოჭრილიყვნენ უნდა დაემხოთ სააკაშვილი და დაესვათ რავი მე გრეჩი ხა მაგალითად არ ვიცი ვინ იყო მაშინ ხო გრეჩი ხა იყო ხო და ეს ვერ შეძლეს ეხლა ვიღაცები გამოვიდა აბა ის რა ქვია ახალგორი რომ დაიკავეს და რაღაცა ანუ ახალგორის დაკავება არ იყო მაგომის მიზანი ისევე როგორც ამერიკაში არ იყო ამერიკისთვის არ იყო იმის მიზანი რა ქვია ავღანეთში ავღანელების ამოწყვეტა 2 მილიონის მიზანი იყო ის რომ ავღანეთში დაემყარებინათ პრო მაგათი სახელმწიფო და ეს ვერ შეძლეს იმიტომ რომ როგორც კი წამოვიდა ამერიკული ჯარი ავღანეთიდან ეგრევე მახსოვს 3 წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი ურკვირაში რა 11 დღეში და დაჟე თალიბანმა ჩაიგდო მთელი ავღანეთი ხელში ანუ
ამერიკამ მოიგო ავღანეთში, იმიტომ რომ 20 წელი იქ იდგა? არა ხო? იგივენაირად რუსეთს არ მოუგია ჩვენთან 2008-ში, იმიტომ რომ თავრობის დამხობა ვერ მოახერხა სამხედრო გზით. მერე მოახერხა. იმიტომ რომ ქართველები დებილები არიან, მაგრამ და ეს არა ქვია ვაჭარმა ივანიშვილმა შეიყვანა შეცდომაში, მაგრამ ეს მომი ცალსახად ვერ მიაღწია ამ მომში რუსეთმა თავის მიზანს. იგივე რავი უკრაინაზეც რო თქვა ახლა ის რა ქვია ყველა ხო მაგას იძახ ყველა რა ეს რაღაც პრორუსი ვიღაც გამოყლებულებიც მაგას იძახიან რომ აუ ახლა უკრაინა ოკუპირებულია კი აბა რა სულ არ არის რუსეთი ის რა ქვია ძლიერი მაგის გჯეროდეთ თქვენ და რავი უკრაინის რა ნაწილი აქვს რა ოკუპირებული რაღაც 20% ძლივს და დედა ეტყნება მართლა რუსეთს ახლა საბოლოო ჯამში ეკონომიკურად, იმიტომ რომ ყველანაირად ხო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის და რუსეთის გეგმა მან ცალსახად ის იყო, რასაც თავიანე ეგენი ამბობდნენ, რომ დესანტის გადასხმა კიევში, იქ უცებ რაღაც ქოუფის მოწყობა, ზელენსკის დამხობა და ვიღაც თავის ტიპის დასმა რა. საერთოდ არ იყო მანდაც ის რა ქვია, საჭირო რომ მთელი უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ყოფილიყო. იგივე რა ვიცი ახლა ჯერჯერობით ვერაკეთებს მაგას საბედნიეროდ, მაგრამ აფხაზეთის და მის ამბავი რა ქვია სამაჩაბლოს ამბავიც იგივე ამბავი არის რა ეხლა მაგის ამოცანა ის კი არა რომ მაინც და მაინც მაგას ესე რუსეთი ერქოს ნუ long term ამოცანა ეგ არის მაგრამ ის რასაც დღეს აკეთებს რა იმით რომ იქ რაღაც რუსული გავლენები არის ეგ ამ მომენტში საკმაყოფილებს მაგას იმ 2008 წლის რომშიც ეგ იყო რომ უნდოდა რომ რაღაც ჩამოეგდო ქართული ხელისუფლება აქ ყოფილიყო პროქართული ხელისუფლება აქ დაესვა მართლა ვიღაც თავისი ტიპი და შეიძლება მართლა ომი აღარც გაეგრძელებინა. შეიძლება კი აღარც გააგრძელებდა რა საბოლოო ჯამში აქ იქნებოდა ვიღაც ტიპი ჩვენ უარესად მოტყნულები ვიქნებოდით რაღაც 2008 წლის მერე იმიტომ რომ ის 4 წლიანი ისიც აღარ გვექნებოდა რომ რაღაც ჩვენი სახელმწიფო უნდა გააგრძელდეს ქართულმა სახელმწიფომ განვითარება უნდა გააგრძელოს ეს ნარატივიც საერთოდ არ არსებობდა პირდაპირ რავი ის ვიქნებოდით რომ დაღესტანი იქნებოდა აქ შოულებრივი როგორც დღეს არის. ხო, როგორც დღეს არის და საბოლოო ჯამში მაგას მიაღწიეს სხვანაირად რა. სხვანაირად, ან თვითონ ომს რაც შეეხება, ომში რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწია, შესაბამისად წააგო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი და აი, მირეკავს კურიერი ბოდიში. დიახ. კი ბატონო, 76 ნომერთან ხართ, ხო? კი ბატონო, ეხლავე გამოგხედავენ და დაუტოვეთ ვეტყვი და. კი ბატონო. მაპატიეთ. სალაშქრო ინვენტარი მოვიდა. საიდან იყიდე? იმპლუსიდან? არა. ეს სალსახად არ ნიშნავს იმას, რომ 2008-ში, როდესაც იქ კონცერტი ტარდებოდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რამე აღნიშნავდნენ რაღაცას. პირიქით, სოციალური ჯაჭვი რო გავაკეთეთ იქ თბილისში 100,000 ადამიანი რო იდგა 12 ის რო ჩამოვიდა რა ქვია ქვეყნის პრეზიდენტი. ვაფშე ეგეთი რაღაცა უკრაინაშიც კი არ მოხდა, რომ აი ეხლა კიევი ისეთ საფრთხეში რაზეც არ ყოფილა, როგორც ჩვენ ვიყავით, თბილისი იყო, მაშინ რა ვქეთ 11-12 აგვისტოს. ანუ აღარაფერი აღარ იყო დარჩენილი თბილისამდე. და მთელი ევროპა ჩამოვიდა აქ, აღმოსავლეთ ევროპა ჩამოვიდა დადგა თბილისში. ეგეთი სოლიდარობის ჩვენება უკრაინის მიმართაც არ ყოფილა მაგის თქმა მინდა, მაგრამ ის ხალხი სოციალურ ჯაჭვში რო იყო 100,000 კაცი რო იყო გამოსული იმაში. ამათ ეს ეხმარება რა თქმა უნდა იმას, რომ თუნდაც ის რომ თბილისი ვერ დამბომბეს. ეხლა რუსები ყლები კი არიან და კი დაბომბეს თბილისი, მაგრამ პირდაპირ შუა თბილისი რო ვერ დაბომბეს ისე როგორც ხარკოვს ბომბავენ. ეხლა ან რავი მე თვითონ კიევს ეს იმიტომ ვერ ქნეს, რომ იქ ხალხი იდგა და ეხლა რუსები კი არიან პირუტყვის ზომბები და ესენი რა ქვია ბარბაროსები, მაგრამ სად ეხლა ვესროლე რაკეტა და მოხდა корпуს, მაგრამ ზელენსკის მიწის ქვეშა ნატო გენერლებს უმიზნებდი და სად 100,000 კაცს ვესროლე პირდაპირ რაკეტა ეს მით უმეტეს 2008-ში, როდესაც ჯერ კიდევ ამხელა პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ ქონდა რუსეთს მაინც. ვიდრე 2000 ახლა. ხო და შესაბამისად ეგ ერთი და აქვე ის რომ რუსეთის მიმართაც არ იყო ევროპის მხრიდან ეგეთი ხისტი დამოუკიდებლობა როგორც დღეს არის. კი ბატონო და იქნებოდა ეგ მაგაზე ცალსახად საშინელი რეაქცია მოყვებოდა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ის ხალხი იქ რო იდგა, კაცო, კი რამეს კი არ ზეიმობდნენ. იყო იმ სახელმწიფოს თავდაცვა იყო ეგეც. პოლიტიკური თავდაცვა იყო სახელმწიფოს და ამას თავის შედეგს მიაღწია, კაცო. იმიტომ რომ
მინიმუმი ისაც ჩვენ არა ქვია სოფლიოს, რომ ქართველი ხალხი მზად არის საკუთარი ქვეყნის დასაცავად. იქ რო ჯარისკაცი და ჩვენ ჯარისკაცებს აჩვენა ის, რომ უკან უნდგას მოსახლეობა, რაც დღეს არ არის სიმართლე. რაღაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკვე აწუხელიძეს ემაშვება რა ქვია, ანუ PR შეწირული. და დიდი ნაწილს ვერ ვიტყოდი, მაგრამ დიდი ნაწილი უმრავლესობას არ არის, მაგრამ დიდი ნაწილი. ხო. ანუ რამდენი არის არის ხალხი, რომელიც კბილით დაიცავს იმ ფაქტს, რომ ვითომ ჩვენ დავიწყეთ ომი, ანწუხელიძე PR-საა შეწირული, 8-ში დაიწყო ომი, რავიმე კიდე რამდენი ტყუილი გინდა ის, რომ მიგვატყუა დასავლეთმა და სააკაშვილი გაიქცა წითელ ხინძზე ინდიგა მთელი ნაცმოძრაობა, საიდან იცი მეც იკვიდექი. ხო და ეგეთი რაღაც კვლევებები და არის ბევრი ხალხი არის და ანუ მართლა ქვეყნის ღალატი არის ის ფაქტი. თუნდაც იმის თქმა რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, მერე ყველაფერს თავი გაანებო იმ ტყუილებს რაც ამას მოყვება. ეს ხო მთავარი ტყუილი, ამის თქმა არის ქვეყნის ღალატი და ეხლა ისტორიის განმავლობაში ქვეყნის ღალატი ირჩებოდა ტყვით, შუბლში ან რავი მანამდე ემეთ რა ქვია თოკით ისერზე ან გაოთხებით, რომელიც ყველაზე მაგარი არის. მე აზრით გაოთხება ყველაზე კარგი მოვლენა არის, რაც ამ ხალხს შეიძლება გადახდეს თავს. ხო, მანდ მინდა მე კიდე ერთი ესეთი რაღაცა ვახსენო, რომ აი მაგალითად მე ადრე მაქვს ნანახი რაღაცა ვიდეოსავით იყო რა, სადაც 2008 წლის ომზე მაშინდელი ოპოზიციას ლაპარაკობს, რომ აუ ჩვენო საერთოდ დავივიწყეთო ისო რომ რაღაც სააკაშვილი ჩვენი ისრიყო რა ქვია მოწინააღმდეგე იყო და რა თქმა უნდა გავერთიანდით და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა რუსეთის წინააღმდეგ რაღაც დავიბრძოდით, მაგრამ არ იყო რეალურად ეგრე რა. და ეგ რო რეალურად ეგრე არ იყო, აქ შეიძლება ეგეთი სურათი იქნებოდა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ძალიან ბევრი კვლევა აქვს გაკეთებული მაშინელ ოპოზიციას, რომელიც დღეს ახლა მთავრობაში არის ზოგიერთი მათგანი და ზოგიერთს გამოაჯმევინეს ქოცებიდან. მაგალითად სალომე ზურაბიშვილი პირველი ისეთი, რომელმაც ანუ ამხელა დიპლომატი ხალი, რომელიც მაშინ სექტემბრიდან უკვე ამბობდა, რომ ჩვენ ხო, დავიწყეთ. სააკაშვილის რა ნაციონალურ მოძრაობის ოპოზიცია იყო, პირდაპირ სტატუსებს წერდა და წიგნი აქვს დაწერილი იმაზე, რომ საქართველოს დაიწყო ომი. კი ბატონო. და ამ დროს ნახე, ანუ რაღაც წარმოიდგინე მარტივი სიტუაცია, ხო, განხილვა მიდის ამ თემის, ხო, რაღაც 2008 წლის ომი. ერთ მხარეს არის რუსეთი, არის აქ ის რა ქვია, სეპარატისტების მხარე, არის აქ ჩვენი მხარე, ხო? ეხლა საქართველოს მთავრობა რასაც იძახის და რუსეთიც რასაც იძახის, ხო? ეს ცალსახა არგუმენტებია, მაგრამ ეს ორივე არის მხარე. და ამ საქართველოს მხარეს ჩვენ მთავრობას ის კი არ ემატება, რომ აი მე მიუხედავად იმისა, რომ მძულს ისინი მაინც რა თქმა უნდა ისინი მართლები არიან, იმიტომ რომ ჩემი სახელმწიფო უფრო უპირველესია. არა, ანუ ეს გამოყლევებულები იწერენ იმათ მხარეს. ანუ რუსეთი პირდაპირ იღებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და იძახის, რომ აი ეს ხალი ხო ოპოზიციაში იყო, ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, იმიტომ რომ ის დიქტატორი იყო და მან ომი დაიწყო. და შენ ქართველო სალომე ზურაბიშვილს მიეცი ხმა. ხო, ნუ რა ვიცი, ეს სალომე ზურაბიშვილი ერთი. რავი, კიდე რამდენი ეგეთი ტიპი თქვა რა. სხვათა შორის ამ ტიპებზე კიდე პაატა ზაქარიაშვილი, რომელიც მთავრობაში რო იყო თავის დროზე, ანუ ამტკიცებდა იმას, რომ რუსები რო საზღვარს წერენ, ეს რაღაც არ არსებობს ცოცხალ ოკუპაცია თუ რაღაც ეგეთ კვლევებს ამობდა რა. და ის რა ქვია, ტერიტორიები რო დაუკარგეთო, ეს მიშას ბრალი არისო და ეხლა რო რუსები საზღვარს წერენ, ეგეც მიშას ბრალი არისო. ხო. და ეგ ხო ანუ ცალსახა კვლევა, იმიტომ რომ რავი. ჩაჯდა ტანკში, აჭდა თუ ტანკში ჩაჯდა პუტინი. და იმით ყველაზე მეტად რა მეზიზღება, რომ იმით აპრავებენ რა, ეს სიტყვა უხდება მაგას, რომ თითქოს თვითონ ძალიან გათვითნობიერებულებენ ყველაფერში და პუტინი კი არ არის მტერი, რუსეთი ამტერი და ბატონო პაატა, პუტინის დედა შევეცი და ზემოდან რუსეთის დედაც მოვტყან, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ანუ. რა ის არის ეხლა ეს, რომ ვიღაცა თუ იძახის, რომ პუტინი ამტერი, გამოყლევებული თუ არა ხარ, რატომ უნდა შეეწინააღმდეგო მაგაში. რუსეთი არ არის მტერი, პუტინია მტერი. ხო და არსებობს ხო კარგი რუსეთი, რომელიც ხო არ ვიცი სად არსებობს. რუსი ხალხთან ჩვენ რა პრობლემა გვაქვს? იმათ უყვარვართ და ძალიან მოსწონთ ჩვენ რო წევთ მაგას და ელარჯის რო უწელოთ, მაგრამ პუტინს ვეზიზღებით და ეს არის. მაგრამ აი აყლებობაგაც რუსეთი არის რამე კიბო ძალიან ისეთია რა, კიბო ძალიან ბანალურია და რაღაცა ეს მინდა. ანალური ფისტულაც ნახმარი მაქვს ვიდეოში და რაღაც ახალი მინდა. რუსეთი არის წყლული დედამიწის ზურგზე. რუსეთი არის ბუასილი. ბუასილია. არა, მაშინ დედამიწა პროჭი გამოდის. მოდი დედამიწა კუჭი იყოს და რუსეთი იყოს კუჭის წყლული. კუჭის წყლული, ბაზარია. ნეიტრალური თეიქია დედამიწაზე. ხო და ანუ რა ვიცი მე ვიღაცამ რომ შემომთავაზოს მე რომ ყველა რუსი რომ მოკვდეს ხვალ აიღებ თუ არა რა თქმა უნდა ავიღებ
აი, ავიცი, ამაზე რას აიღებ უკაცრავად? ამ არჩევანს. კარგი. შენ არის შენ იღებ ხოლმე, მაგრამ მე არჩევანს ვიღებ. კი ბატონო. არჩევნებშიც ხო არ იღებ შემთხვევით. ამ არჩევნებში არ ვიღებ და კაიხანი აღარ ავიღებ მე. ხო და კაცო, ვინმე რომ შემომთავაზოს რომ რუსეთი არის მტერი, ხო, მითხრას მეთქი კი და ყველა რუსი რომ მოუკვდეს გაწყობს, რა თქმა უნდა მაწყობს და თუ ნებისმიერი ქართველის ამაზე პასუხი არის არა, იმიტომ რომ აი იმები რა ვიცი მე ის ვინ არის? ნავალნი არა ეგ მოკვდა უკვე. ნავალნი მოკვდა ხო. არა ოპოზიციაში არავინ არა. იაბლოკო მეგენი დაგვავიწყდა ან რა ვიცი. რუსები რომლებიც ესე კარგები არიან, მართლა მაგაგები და თითქმის თვითონ დათანხმდებიან მაგ შემოთავაზებას. ხო, თვითონ არავინ რუსეთში აღარ ცხოვრობს რა, ესეც არის და ნამდვილი კარგი რუსი იგივე სიტყვის, რომ მე რომ მომკლა და რუსეთი აღარ არის, მე თავახმო არ ამაზე. იმიტომ რომ რუსს უნდა კონდეს ეს თვითზიზღი განცნობიერებული, თუ უნდა რომ ჩაითვალოს ნორმალურ რუსად. ხო, ნორმალურ რუსად. თუ საკუთარი თავი არ გძულს და შენ რუსი ხარ, მაშინ ესე იგი შენ სიკვდილისთვის ხარ განწირული. ხო, იმის თქვა რომ ეხლა კი ცუდი მთავრობა მყავს არის, ხო რა ვიცი, ყლევობა, იმიტომ რომ და მალე უკვე მივა იმ დონემდე, ეხლა 4 ოქტომბერს თუ ვერ გავემარჯვეთ ჩვენ, მაშინ გამოვა რომ საქართველოსაც იგივე ვრცელდება, ქართველებსაც. მე მაგას ძალიან დიდი ხანი ვამბობდი სხვათა შორის, როცა ეს პროუკრაინული აქციები იყო და ყველა ინფლუენსერი რო რაღაც ვიდეოებს წერდა რომ ჩვენ ქართველი ხალხი სხვა ვართ და მთავრობა სხვა არის. ანუ ეგ ცალსახად ცუდი ნარატივი არის რა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ შენ ახდენ შენი თავის იზოლაციას იმისგან, რაც რეალურად შენ წარმოგადგეს. ანუ მაშინ რატო ვაჯვამთ კოცებს, როცა იძახია რომ ეს საქართველოს მთავრობამ ის რაღაცა ყლეები იყვნენ და ჯარისკაცები რეალურად კარგი ადამიანები არიან. ანუ იგივე ნარატივი არის საბოლოო ჯამში რა, ანუ რა შუაშია კაცო. იმ ჯარს წარმოადგენდა მაშინდელი მთავარ სარდლობა საქართველოს სახელმწიფო. მოკლედ ნახე ესეთი დღეს ეს რა ქვია სამწუხაროდ ქართულ მოსახლეობას წარმოგვადგენს ეს ვინც არის მთავრობაში, გინდა არ გინდა, ეგ ფაქტია რა. ესეთი და სანამ ეგ არ შეიძლება ესეთი დაუცხრომელი სიმართლე არსებობს გამონათქვამად, რომ ყველა ხალხს ყავს ის მთავრობა, რომელსაც იმსახურებს. ხო, ჩვენ ამჟამად ვიმსახურებთ ამას და თუ გვინდა რომ არ ვიმსახურებდეთ ამას, მაშინ რომ დავიმსახუროთ, რომ ესენი არ მყავდეს 4 ოქტომბერი. ხო და მე ის თქვა მინდა ახლა კაცო, ისევ დავამთავრებ იმ აზრს რა. თუ შენ ქართველი ხარ და იმ შემოთავაზებაზე უარს იტყვი რომ ყველა რუსი მოკვდეს, იმიტომ რომ რავი ვიღაცა ეს არის მოხუცი არის იქ და ვაიმე საწყალი, იმანა დააშავა, არა. მაშინ კვერცხი ხარ, მინიმუმ კვერცხი ხარ ან ბოროტი. იმიტომ რომ კაი კვერცხი არ მიამიტს ვიტყვი მოდი რომ ძალიან შეტევათ არ მიიღონ, თუმცა მიიღეთ. მიამიტობა ქვია მაგაზე. მოდი ახლა შენ ჩაიდინე მკვლელობა. ჰა? შენ ჩაიდინე მკვლელობა მიდი. ეს ჩანსი. აი პუტინო, აი პუტინ ხუილო. ის რო იყო გახსოვს სტეფანეს სიმღერა რო იყო. თუ ის იყო ახაბერი და ხანუმები. არა, მეგონი სტეფანე იყო. რა? We don't wanna Putin. მაგაზე სხვათა შორის ძალიან კარგი ის მაქვს რა ქვია ჩანაწერი ნანახი. ეხლა ხანს დაიდო არქივი რადიო უცნობის და იმას რა ქვია გია ჭანტური აყავდათ მიწვეული. ოღონდ როგორც რაღაც პირველი არქის მაშინ არ მახსოვს რა, მგონი დირექტორი თუ რაღაც ეგეთი იყო. და რაღაც ეს იყო, მეორე მხარეს იყო ქეთი დოლიძე და ეს უცნობის წამყვანი რა და ის რაღაცა ანუ ესენი აჯვამენ გიას რომ ეს რა ქვია ეს პუტინ რატო ამბობთ კაცო ესო ხო ცალსახად პუტინის შეურაცხყოფა არის და ეს თქვენი ინტერპრეტაცია პუტინ ნიშნავს ვაი შიგნით მოთავსებას და მეც არაფერს არა გასაგებია მაგრამ პუტინის შეურაცხყოფა რო იყოს რა მე არა არაფერი უბრალოდ მაშინ ეგეთი გამოკლევებული ნარატივი ქონდათ მაგათ რომ გაბუნიაზე როგორც ქონდათ რომ ეხლა დედა რო ვაგინდა ჩვენ ომს დაგვიწყებს ხო რა ვიცი ეგ ნარატივი დღესაც არის ამასთან ეგ სხვათა შორის ძალიან 8 აგვისტოს ის იყო რა ქვია ახლანდელი 8 აგვისტოს თუ 7 აგვისტოს აქცია იყო და ვიღაცა რუსები იყვნენ ბალკონზე როგორც თვითონ იტყოდნენ ქართულად აივანზე და ქვევით ეს აქცია ხდებოდა და ესენი აგინებდნენ პუტიხვილოს ეძახდნენ და კომენტარებში ქართველი და ეს სხვათა შორის ვიღაცა არ დაიჯეროს რომ ესენი ტროლები არიან და ვიღაც ბიზინამ დაავალა რომ ეს და ეს ეფიქრობს კოცი რომ ესა რა ქვია ეხა
მაგის გამო პუტინმა რომ ომი დაგვიწყოს შენიო მეფო ეკითხებოდნენ ამ ხალხს ვინც ეს ხო და ეს კიდე არის ეს მენტალური ესა და მაგიტომ ამბობ რომ ანუ მოღალატები არიან ესენი ქვეყნის მეტი კი არაფერი გასულ ეს არ არის გარდა იმისა რომ თავარი მაგათი პრობლემა ის არის რომ უტრაკო ჩაჟმულები არიან საბოლოო ჯამში და თვითონ არიან ეგენი ხო მთელი ამ ყველაფრის ფილოსოფია ეგ არის რომ თვითონ არის ეს გამოყლევებული რომელიც არასდროს იარაღელში არ აიღებს ან 40 წლის ვიღაცა ღიპიანი თამადა რომელიც საქართველოს სადღეგრძელოებს ამბობს არასდროს ომი რო დაიწყება არ წავა იმ ომში იმიტომ რომ 2008 წელს ეგ ომი იყო და არ წავიდა და ომის სინამდვილეში იმიტომ ეშინია რომ გამოჩდება რომ არ წავა მაგაზე მეორე ფენაც არის რომ გამოჩდება რომ ვისაც ეუბნება რომ შენ არ წავა ხოლო ისინი წავლენ ხო მაგის თქვა მინდოდა ეხლა ჩვენი თაობა რომელსაც მაგყლეობას გვეუბნებიან რომ შენი ომები მე ანუ ჩვენ რო დიდები ყოფილიყავით კი წავიდოდით მაგ ომში იმიტომ რომ თაობა ვართ რომელიც გაიზარდა ნორმალურ საქართველოში და რომელიც ისეთ ქვეყანაში გაიზარდა სადაც ასწავლდნენ რომ ქვეყანა უნდა დაიცვა ეს ერთი და მე მეორე რაღაცა არსებობს რაც დასაცავი ანუ სახელმწიფო შეიქმნა რომლისთვისაც შეგიძლია იბრძოლო რა ეხლა რაღაცა ყლეობისთვის არ იბრძოლებ ადამიანი რაღაცა რა ვიცი მე უბრალოდ მართლა რაღაცა ნაგლეჯებისთვის არ იბრძოლებ მინიმუმ ის ფაქტი რომ ის ხალხი გამოდის ქუჩაში ან რავი მე წერს რაღაცა ეს ინტერნეტში რაღაცა ეს უკვე იმის მივანიშნებელია რომ იცავენ ხო ანუ ნავიჯებს მაინც დგამენ და ესენი ეს ღიპიანი ყლეები და მომაკვდავი მანონები რომლებსაც შვილები არ აყავთ ან ყავთ და წავართვით ესენი იმიტომ კი არ არიან ქოცები სინამდვილეში რომ რაღაც მართლა ბიზნესმენები უყვართ. იმიტომ არიან რომ კარგ სახელმწიფოში ცხოვრებას ჭირდება მუშაობა და პასუხისმგებლობა. და ესენი ამას არც ერთს გაკეთება არც პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არც მუშაობა არ უნდა. და შესაბამისად ამ ძღნერში ურჩევნიათ, იმიტომ რომ მე ვიღაცა დააძალებს რომ რაღაცა გააკეთოს. ნუ ეს არის ხო თავარი ნაციონალური მოძრაობის ზიზღის მიმართ მიზეზი. ხო და ნუ მაგის თქმა მინდა რომ ანუ ესენი არიან ყველანი დიდი ბლუპ არა ეგ ბილად ვიტყვი და არა ქართველები ხო ანუ აი შესაბამისად არ იმსახურებენ იმ უფლებებს რომლითაც სარგებლობს საქართველოს მოქალაქე მაგალითად სიცოცხლე არჩევნების უფლება პირველ რიგში ანუ არაერთ შეიძლება მაგან აირჩიოს ვერ დავიჯერებ რომ ეგ არჩევნებზე იმიტომ მიდის რომ რაღაც საქართველოსთვის კარგი გააკეთოს ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაც აი დაჟე ვიღაც ტიპების იმას დავიჯერებდი რომლებიც აიწავიდნენ და ნაცების წინააღმდეგ მისცეს ხმა იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვინდა მაგას კიდე მესმის რომ აი ჯანდაბას ამას მართლა იმდენად უყარს ეს რაღაცა იდეალები იმდენად არის შეყვარებული რომ წავიდა და ეს გააკეთა რა და ეს არის სუფთა ყლე ბიჭო ანუ აი არა ბიომასა რა ანუ ჩვეულებრივი რა ფეკალია არის მეტი არაფერი არ არის კლაპოს ხალხია აი არაფერს არ იმსახურებს საერთოდ ანუ ეგ არ იმსახურებს იმას რომ საერთოდ დაელაპარაკოთ ჩემი არის იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ლაპარაკი არის ის მონაკიდან დავიწყოთ და მეორე ის რომ არაფერზე წარმოდგენა არა აქვს ანუ ეგ არის ანუ ეხა ინგლოსფერო ამას NPC-ით მოიხსენიებს მაგრამ NPC არ არის სწორი მაგისთვის იმიტომ რომ NPC-ს რაღაც დანიშნულება მაინც აქვს და ეს არის ადამიანი რომელიც ქუჩაში რო გადიხარ ეთყობა ან ფიზიონომიაზე და ვიზუალზე ეთყობა რომ არის გუბე ადამიანი გუბე არის უბრალოდ არის და აი არის და ეხა ვიღაცას არ გავიგონო ეხა კომენტარებში ამ სმენელში ეს რა ქვია რაღაც ფსევდოჰუმანისტური ისე რა შენც გქონია ეგ შეგრძნება რომ დაგინახავს ადამიანი და იცოდი რომ გუბე არის და პროსტა ერთ-ერთი იმისთვის ასეულს რომ ფეხი არ ჩაადგა შეგნით თორე დანარჩენი არანაირი მიზეზი არ ემსახურება კარგ თემაში ეხ სხვადასხვა რომლის გაშლაც მინდა ეს ფსევდოჰუმანისტების ამბავი ცოტა დიდი მონოლოგი შეიძლება მქონდეს ამიტომ ბოდიში ხო და ფიქრობდი რა ამ დღეებში რომ ეს ალბათ ნახავდი იმასაც რომ ეს ნარატივი ესე მოიქოქა ასე რომ თქვა ვიღაც ადამიანებში პოსტებიც იყო რომ მშვიდობის ტრედებს ეძახიან უკვე მაგ ადამიანებს რომლებიც მოგვიწოდებენ რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს და მთელი პრობლემა ის არის რომ ჩვენ ეს ზიზღი ბოლოს გაგვანადგურებს ყველას რა მოდი გავშალოთ ახლა ვინ არიან ეს ადამიანები ვინც მოგვიწოდებენ რომ ყველა გვიყვარდეს და ვისი სიყვარულისკენაც მოგვიწოდებენ რა პირველი არის ისა რა ქვია ვიზეც უკვე ვილაპარაკეთ რა ეს ჩვეულებრივი ბიომას ოკეი კაი გასაგებია მაგას გუბე ხალხი ყველა ხდება მეორე შუაშისტები რომლებიც ეს რა ქვია რომლებსაც უნდათ რომ აი ეს რაღაცა შუაშისტური პოზიცია ქონდეთ არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღონ
და საზოგადოებაში დარჩნენ რაღაცა მართლა იმად რა ქვია უბრალოდ აზრის გამომთქმელებად და მე ამაზე პასუხი არავინ არ მოკითხავს. ხო, სახალხო ვიზე ვსაუბრობ ახლა. დავით ზურაბიშვილი მაგალითად რომელიც 2013 წელს იძახდა რომ მე იმ გუნდის წევრი ვარო ეს რა ქვია ბიძინა ივანიშვილოს და ეს რუსულიო აი საერთოდ არ არისო რა და დღემდე მაგას ამტკიცებს და დღემდე საკუთარ ეგოს ვერ გადააბიჯა ან სრული იდიოტი არის ან უბრალოდ ეს არის რა ახლა აღარ ვიტყვი რა არის რა მოკლედ იმიტომ რომ შეუძლებელია რომ მიჩურჩულე და შეუძლებელია რომ მაგ რაღაცი გჯეროდეს ვინ დგას ამის გვერდით ახლა ისა გია ხუხაშვილი თელი მისი რაღაცა ფათაშეს ხუხაშვილი გამოვიდა და თქვა რომ ეხა დღევანდელი კონტექსტი რომ მქონდეს 2012-ში ნაცების ფერი მქნებოდია მადლობა ღმერთს მაგრამ თელი მაგისი მოღვაწეობა არის რაღაცა ჭორაობა რაღაცეებზე ის რა ქვია ეხა გაჩერდი ჩვენ რას ვაკეთებთ აბა ანუ ჩვენ რომ ჭორავთ, ანუ ჩვენ ჭორავთ პოდკასტში და ჩვენ ვლაპარაკობთ, ანუ ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ მე ვარ რაღაც ანალიტიკოსი და მე ეთერში უნდა დამიძახონ და აზრი უნდა მკითხონ იმაზე, რა და როგორ გავაკეთოთ. ანუ კი ბატონო, მე ამას ვიტყვი, მაგრამ ანუ არ მაქვს რა მაგის პრეტენზია, მაგ დაშვებით არ ვლაპარაკობ ამ ყველაფერს. კარგი, შემდეგი? ისა რა ქვია, ეკა ბესელია. პირდაპირ ხო, პირდაპირ რავი მე აღარ გინდა არა ეს თქვა ეკა ბესელია რომელიც რავი მაგაზე უტიფარიქალი არ არსებობს საქართველოში იმიტომ რომ რა ვიცი ახლახანს წავაწყდი რაღაც ჩანაწერს გიორგი ვაშაძეს ახლა რო ცეხეში არის მაგას ეკამათებოდა იმაში რა ქვია როგორ არიცოდაო მიხეილ სააკაშვილმა პატიმრებთანო რა ხდებოდაო ციხეშიო ეგო კი არიცოდაო მაგის დავალებით ხდებოდაო საერთოდ აი აბსოლუტური ყლეობა მაგას თავი განემე კაცო როცა დავასრულე პედოფილები და რუსეთის აგენტები ეგ ცალსახად ხო მაგრამ კიდე რა ცალსახა უტიფრობა რაში ჩანდა მანდ რომ ეს რო ეუბნებოდა რაღაც ანუ ფაქტი დამიდე მაგის რომ ეს მართლა სახელმწიფო დონეზე უმაღლეს დონეზე ხალხმა იცოდა რომ ციხეებში ვიღაცებს აუპატიურებდნენ და ამაზე არანაირი რეაგირება არ ქონდათო და ეს იწყებდა რომ არა მე მჯერა ამის იმიტომ რომ გახსოვთ რა მოხდა 7 ნოემბერს ანუ ეგეთი ყლეობები რა ანუ ბოდუები რა არაფერი სათქმელო არ ქონდა და იგივე იმასთან რა ქვია ჩიორა თაქთაქიშვილიც დაახლოებით ეგეთ რაღაცას ეუბნება რომ ანუ რაღაც მოდი განმიხილოთ კონკრეტული кейსები ვინც შენ ციხიდან გამოუშვი ეგ იყო თუ არა მართლა კრიმინალი და ეს ეუბნება რომ თქვენ ძალიან ცუდები ხართ რაღაცა ყლეობა და ეს ხალი არის რაღაც საქართველოში იურისპრუდენციის დედოფალი თუ რაღაც ეგეთი ყლეობა 300 ბილიონი ახალგაზრდა ნუ გავიწყდება რა ვიცი კიდე რამდენი ჩამოვთვალო რა ვიცი ეგეთი სალომე ზურაბიშვილი იმისი რა ქვია თინა ხიდაშელები და რა ვიცი მე ეს კოლექტიური ისინი რა ქვია ბერძენიშვილი ხო ბერძენიშვილი და ბევრი კიდე ერთი ეს მეორე სეგმენტი ეხლა მესამე სეგმენტი ვინ არის ეგეთი ეს მესამე სეგმენტი არის ეს მესამე სეგმენტი არის როგორი ხალხი გეტყვი რომელმაც 2016 წელს ეს თავისუფლების მოზღოვება იგრძნო და ეს რა ქვია კოცემ აუთხრეს რომ ჩვენ ახლა ფული გვაქვს და მოდი შენ რაღაცებს დაგიფინანსებთ წაიყვანეს ევროპებში რაღაცა ბინიალები გადააღებინეს რაღაცა ჰომოსექსუალური ფილმები გადააღებინეს და უთხრეს რომ ეს თავისუფლება ყველაფერი რაც გინდა ქენი და ამაზე აღტკინებული ახლა დღეს ლაპარაკობს რომ არ ვიცი რა ჩვენ თავარია ერთმანეთი გიყვარდეს კარგი მაგალითი მაგის ერეკლე დეისაძე რავი შეიძლება ჯერ ერთი რომ ის რა ქვია 2012 წელს რაღაც ლაპარაკობდა იმასთან შედარებით დღეს რა ვიცი მინიმუმ რა ვიცი ყლეობა არის რომ იგივე დონის ბრაზი არ გქონდეს იმის მიმართ რაც დღეს ხდება ანუ ის მაინც უნდა თქვა რომ კოცები და ნაცები ერთ და იგივე არიან ანუ როჟა მაგასაც არ ამბობს წარმოიდგინე რა არა კოცია პირდაპირ ხო ანუ პირდაპირ კოცი არის და ამას მეშვება რა ქვია არ იმჩნევს და ისხლეთ იმით რომ რაღაცა მუშების უფლებები და თქვენ რაღაცა ლიბერალებს სიტყვის თავისუფლება გაინტერესებს როცა ქართველი მუშა კვდება და გადავიდეთ ახლა შემდეგ იმაზე რა ქვია სეგმენტზე ქართველ მუშაზე რომელიც ანუ არ ვიცი შენ ეს გაიგე თუ არა მაგრამ ჭიათურაში რო პროტესტი იყო და რო დაიჭირეს ვიღაც ადამიანები ეს რაღაცა middle class-მა რომელიც დღეს პროტესტებს რუსთაველზე რუსულ მთავრობას შეიყვანა პოლიტპატიმრების სიაში და იხსენიებდა ამ ხალხს როგორც ამ რაღაცა ამ მთავრობის ტყვეებს პირდაპირ მნიშვნელობით იმიტომ რომ იგივე ბრძოლა არის საბოლოო ჯამში ეგეც ხო რა სხვას რას ებრძვიან და ამათ დაურეკეს და რაღაც ოჯახის წევრებმა და ვიღაცამ უთხრეს რომ ეს ხალხი ამოწერეთო მანინო იმიტომ რომ ესო პოლიტიკური ბრძოლა არ არისო და
ამ ყველაფერში მე პირდაპირ მაგათ კი არ ვადანაშაულებ რა მაგ ხალხს. ვადანაშაულებ პირველ რიგში იმათ. ეგენია უკვე შენ გადახვედი, ისე უბრუნდები იმას გუბე ხალხი არის. ხო, მაგათ კი არ ვადანაშაულებ იმათ, რომლებიც ამათ ელაპარაკებიან. ანუ ქართველი მემარცხენე, რომელიც ჩადის ეგ სადღაც ჭიათურაში, ეუბნება რომ მოდი შენ აპოლიტიკური იყავი, ნაცების არა, ხა ცდები ახლა. გეტყვი რა, აპოლიტიკური იყავი, ნაცების გვერდით არ დადგე, აპოლიტიკურს რა გულისხმობ რა, ანუ მოდი, კარგი, სწორად აპარტიული იყავი, ხო, რომ რაღაც ნაცების გვერდით არ დადგე, არ თქვა რომ შენ იმ ყველაფერს იზიარებ და შენ უფრო მეტი ხალხი მოგისმენს, იმიტომ რომ ხალხს რეალურად ეს აინტერესებს, რომ შენ აი არც ნაცი ხარ, არც ხო ნამდვილი ბრძოლა გაქვს შენი. მე ასე მგონია რომ და რაღაცა ყლევებს აჯერებენ რა. არა, ხო და არ მგონია ეგ, იმათ ის ყლევები დაჯერებული აქვს ისედაც, ანუ ისედაც არის. მე ხო აი მაგაში ვერ გეთანხმები. პირიქით მე ესე მგონია რომ ეს ქართველი ლევაკები გოი ჭაჭანტურია და სუკანი ლევან ლორდკიფანიძე ჩადიან იქა და ესაუბრებიან იმაზე რომ პირიქით გახადონ ესენი პოლიტიკურები ოღონდ თავისკენ. მაგრამ აი ხა ანუ შენ იმას ვერ მიყიდი რა ჭიათურელ მაღაროელს ვერ მიყიდი იმას რა ქვია ნეოლევაკიზმს იმიტომ რომ იმასთვის არ არსებობს ეგეთ რაღაცა იმისთვის აი კომუნიზმი იქა გვიხდიდნენ მანეთებსა კარგი მანეთები ჰქონდა ჩვენა მაშინა ხო ესე მიდis და დიდად არ მუშათა უფლებები და რაღაცები რომლებიც იმასთან არანაირად აჭრის ანუ ხო და მე არ მგონია რომ მაგათ სიყლევეში მე ქართველი ლევაკები არიან დამნაშავეები ეგრე ისეაც ყლევები არიან ისევე როგორც ქართველი ლევაკები ხო მე ნუ ეხლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოდი იმათ დავაკისრებდი ლევაკებს, იმიტომ რომ ეს არ არის გუშინად დღეს დაწყებული ამავი და დიდი ხანი ამას უყურებ და ცალსახად ხო და ანუ თანამედროვე ქართველი ლევაკის შექმნამდე ქონდათ მაგ ხალხს ეგ პრობლემები. ხო, არა, ეგ ცალკე პრობლემა არის, რომ ის რა ქვია, ვერადავერ იმასაკნეს მიხვდნენ, რაში არის საბოლოო ჯამში პრობლემა, მაგრამ ხო და ვერც მიხვდებიან, ამიტომ ლევაკი აქ თამაშავე არანაირად არ არის, აი შენ ჩაკიფ სიტუაციაში. ლევაკი, მოდი ნახე, მაშინ ესე ვიღო, ლევაკი შეუძლია ამ ყველაფერში პოზიტიური როლი ითამაშოს, მაგრამ არ თამაშობს, იმიტომ რომ არის ქართველი ლევაკი. პოლიტიკური როლის თამაში, პოზიტიური როლის თამაში, ვერსად. ლევაკი თუ ხარ ადამიანი debatable. ჩემი აზრით debatable ეგ. რანაირად არის, ერთი ლევაკი მითხარი, რომელმაც კარგი რამე გააკეთა ოდესმე. საქართველოში სოფლიოს ისტორიაში. ნუ ახლა ბევრი მაგალითი არის ამის. ახლა სამი ახლა რა გინდა ერთი მითხარი. ძალიან ბევრი მემარცხენის დამსახურება არის ევროპაში, ძალიან ბევრი კარგი რაღაც მუშების უფლებებთან დაკავშირებით, რაღაც მე დავიცავ ახლა და ამაზე არ ვიკამათოთ. არა ვიკამათოთ, იმიტომ რომ სესულელესმეულები ახლა. სხვა პოდკასტში ვიკამათოთ მაშინ, იმიტომ რომ ახლა სხვა რაღაცას ვამბობ და მაცალე, იმიტომ რომ ქართველ ლევაკებს უნდა გავაკეთო განსხვავება ზოგადად კარგ ლევაკებსა და შორ ლევაკებს შორის, კი. განსხვავება არის ტყვია. გაგრძელე მე თეატრში. Kind of, მაგრამ ეს სხვა პოინტი მაქვს საბოლოო ჯამში, ანუ მემარცხენე ადამიანი ზოგადად. ოღონდ დღევანდელ ლევაკებზე მე არ ვლაპარაკობ არც ევროპაში და არც საქართველოში და არც არცად ლევაკიზმია. ესეც არ გეთანხმები მაგაში. ხო, ეს რა ქვია რა. მე ჟღულინტვას დავიწყებ აქ და მე მოგეწონები, მე რაღაცა ეჭვი ვეპარება, რომ ესე თუ გავაკეთე მოგეწონები. და კიდე რა შვება ის? ესე თუ ჯიქ. ხლაუ ჯიჯეკზე მე არ ლაპარაკობ ახლა სხვა პოინტს ვაკეთებ რა. მემარცხენე ადამიანის ეს რა ქვია, მოკლედ რა ვიცი მე მოტო მთელი არის ის, რომ აი ეს უნდა იყოს მებრძოლი ტიპი რა, ანუ უნდა იყოს ესეთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის რაღაცებს დავიკიდოთ ის, რომ შეიძლება რაღაც რა ვიცი მე ყლევების ჯერა და რაღაც ყლევებს აპროტესტებს, მაგრამ მთელი ამის მუღამი რა არის აქტიური ადამიანი, რომელსაც ყავს ტერი. ეს ტერი ვინ არის? ბურჟუაზია. ვიღაცა მდიდარი, რომლის ეს რა ვიცი, მოკვლაც უნდა და შეჭმაც უნდა, ხო? ანუ მთელი ნარატივი ხო ეს არის მემარცხენეობის, ხო? ქართველი ლევაკები ბიჭო, ანუ რომლებიც საიდანღაც დაიბადნენ. დაშვაშია ქართველი ომზე ვლაპარაკობს. კაცო, სხვა შვიდობის ტრედებზე გადავით, აღარ ვლაპარაკობთ ომზე. მე უნდა დავალბრუნო ომზე. დავაბრუნებთ ამის მერე როგორც კი მოვრჩები ახლა. ხო. ეს შვიდობის ტრები ლევაკები, რომლებიც ანუ იცავენ აი ამ დიდრებს ბიჭო, ანუ წარმოიდგინე, ანუ აი რავი ისეთი ყველა ტრადიციული მარქსისტის რო აიღო რომ აი რაღაცა ბოლო იმას მოუყედიან რა ქვია თოქს რომელთა ჩვენ მათ ჩამოვახჩობთ ანუ აი ეს ნარატივი დავიდა იქამდე რომ ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს ეს არ არის მემარცხენეობა მომისმინე მომეცია გაქვს აი შენ დაგასრულებ ახლა მომეცია გრე ეხა ნახე შენ დასრულდები მიკროფონს არ ესროლო მიკროფონს არ მე არ მისვრე და შენც არ ესროლო ეხა შენ დასრულდები იმიტომ რომ ცალსახად რაც თქვი ეგ არის ეხა რაც თქვი ეგ არის ლევაკიზმის მთავარი დამახასიათებელი რა ის რომ სინამდვილეში დიდრებს ემსახურებიან რავი მე ეს არა ქვია
მარქსი იჯდა და იმებზე რა ქვია, მდიდრებზე სნიდაობდა და ამ დროს ენგელსი აფინანსებდა მას. ამიტომ ეგრეც არ არის. სხვა პოინტი გავაკეთე, მაგრამ კარგი. ანუ მდიდრებს იცავენო, მაგას ამბობ შენ. ხო? მდიდრებს იცავენ, ხო, შენ აგონია ეხლა მაგალითად ამერიკაში ანტიფა რო არის ეგრეთ წოდებული, ისინი ვის ემსახურებიან. ბიჭო, დღევანდელ მემარცხენეები მე ხوار ლაპარაკობ. ყოველთვის ეგრე იყო, კაცო, ყოველ ბექერები ყოველთვის ყავდათ ინტერნაციონალური, გლობალური, დიდარი ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბანკირები იყვნენ. არ ვიცი, კარგი, ბანკირები. ხო, მერე ბანკირები დავარქვათ, მოდი. ხო და ეს სხვა პოდკასტში გადავიხსნებ. მე ზიზღრების თემა არის. რას შეეხება ხო ომს კიდე? რა კიდე ერთი დიდი ტყუილი ომთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ ხალხს უსვამს იმას, თუ რამდენად ძალით ან მართლა გამოსირებულები არიან ზოგადად ქოცები და ამორჩევლებს გულისხმობ, არის ის, რომ ამერიკამ შავი ზღვაში ფლოტი რო შემოუშვა, ეს შემოუშვა იმ ფლაგმანის ფლაგის ქვეშ, რომ ეს არის ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ სინამდვილეში ცალსახე იყო ის, რომ ეს შემოვიდა, იმიტომ რომ რუსეთისთვის ეჩვენებით, რომ გააჯვია ფლოტში დგას ამერიკული ჯარი და თბილისში ზის ამერიკული თვითმფრინავები. ეს რატო ერქვა ამას ეს რა ქვია? ჰუმანიტარული დახმარება. იმიტომ ერქვა, რომ სათქმელი ქონოდათ, რომ ამერიკელები არიან ჭკვიანები. ხო. ანუ სათქმელი ქონოდათ, რომ კაცო, ჩვენ იქ ჯარი რაღაც რუსეთთან კი არ ვიწყებთ ომს. ანუ ეს იყო სრული ბუტაფორია იყო. ხო, ცალსახად. სრული ბუტაფორია იყო. რუსებმაც იცოდნენ, რომ ტყუილი იყო ეს. ამერიკელებმა რა თქმა უნდა იცოდნენ ეს და ვინც არ იცოდა იყვნენ ქართველები. ანუ ქართველებმა დაიჯერეს ის, რომ ამერიკიდან ჩამოვიდა სამხედრო ფლოტი, დადგა ფოტში. ამერიკიდან ჩამოფრინდა აეროფლოტი, დაჯდა თბილისში. იმიტომ რომ წყალი მოეცა ჩვენთვის და ეს დაიჯერა მარტო ქართველმა. რუსმა იცოდა რომ ეს არ იყო ართალი, ამერიკელმა რა თქმა უნდა იცოდა რომ ეს არ იყო, ევროპამ იცოდა რომ ეს არ იყო ესე, თელმა სამეზობლომ იცოდა და ერთადერთი ვინც ეს დაიჯერა არის გონერი ფარცხალაყანებიდან. და ანუ რამხელა სისულელი რომ დღესაც იგივე სამოვიდა, ამერიკა მიგვატოვა. ერთადერთი მიზეზი სინამდვილეში, ერთადერთი მიზეზი თუ რატომ არ ყავს შენ არ ყოლია უბრალოდ ალბათ, მაგრამ შეიძლება კიდე ყოფილიყო გრეჩი ხა პრეზიდენტად. არის ის, რომ ამერიკამ გადაგვარჩინა ჩვენ 2008-ში. ხო, და მაგას აგვისტოს 5 დღე კი არ ერქმეოდა, ამერიკა რო არ ყოფილიყო იქნებოდა, რავი, მე ტრაგიკული აგვისტოდან დაწყებული 17 წელი და პლუს. ხო, ყველა დავიხოცებოდი. ხო, ანუ სისულელია, ანუ სინამდვილეში ამერიკამ რა თქმა უნდა შენ გადაგარჩინა და რავი, მე ეხლა რაც არ უნდა იჭკვიტინონ ვიღაცებმა ბუშის ნეოკონობაზე და რაღაცებზე, ხო, ერთმა დიდოს ეს რა ქვია, ბუში და დიკ ჩეინი, კაცო. დიკ ჩეინი ცოცხალია? ხო, მან ცალსახა პრობლემაა და ღმერთმა ხო, ცოცხალია, ხო გავარკვიეთ ეს ცოცხალია. ხო, ანუ მე-7 გულის შეტევას გადაურჩეს თუ ძალიან. მან ცალსახა პრობლემა იყო ეს რა ქვია, ევროპის დამოუკიდებლება, რომელიც ხო, ცალსახად ევროპა იყო მან დამუშავე. რომელიც ხო თვლიდა, რომ რუსეთი არ არის ის რაღაცა მოკლედ და მოდი ეს რა ქვია. არაფერს არ თვლიდა, კაცო, კგბ-ში კი არ პირდაპირ მერკელი. მერკელი ხო და მერკელი დიდი ფაქტორია. და მანამდე რომ შტაინმაიერი ყავდა, ეგეც კგბ-ში კი. და აქ საინტერესო არის ესეთი რაღაცა, რომ ანუ ეს ნარატივი რაღაცნაირად ხო შეიცვალა, კაი 2008 წელს ეგ ნარატივი იყო, ხო? შენ თუ რა ვიცი მე მართლა გამოკლევებული არ ახარ და არ გინდა ამ ქვეყნის სიკვდილი რაც ქოცებს უნდათ, ხო? ანუ ძალიან მარტივად შეიძლება იგივე აი რეზოლუციაზე რაც ლაპარაკობენ, ხო? 2008 წელს რეზოლუციას. იმ რეზოლუციაში მე ვიცი და რა თქმა უნდა ქოცებმაც იციან, ელიტურ ქოცებს გულისხმობ, იციან რომ ეს ხელშეკრულება ექვემდებარებოდა გადახედვას. ანუ იქ რო წერია მე-5 პუნქტში რომ ჩვენ ძინარე ცხინვალზე დავბომბეთ, რაც ისევ იმიტომ წერია რომ ვიღაცა ქართველი ყლეები ამას ამბობდნენ და ნარატივს, რუსულ ნარატივს ავრცელებდნენ როგორც ქართველები. მარტო მაგიტო წერია იქ იმიტომ რომ რა ქვია რუსეთს პირდაპირ უფასოდ მისეს ერთ არგუმენტი, ხო? აუ ეგ ძალიან მარტივად შეიძლება გადატეხილიყო უკვე 2014 წელს, როცა უკრაინაში რუსეთმა ისინი რა ქვია ნარინჯისფერი კაცებით გააჩინა. მწვანე კაცები ბოდიში ხო ნარინჯისფერი რევოლუცია სხვა იყო ხო. უკვე მან შეიძლებოდა და აი მერე როცა რუსეთი შეიჭრა უკვე უკრაინაში ფიზიკურად ოფიციალურად ხო მან საერთოდ საქართველოს შეიძლებოდა რა წელში გამართული გამოსულიყო იმ რეზოლუციაში და აქეთ კიდე დამატებით ევროპისგან ფული მიიღო იმ ყლეობისთვის რაც მაშინ იქ იმ ნუ ყლეობა არ იყო ის რეზოლუცია სამბოლოო ჯამში კარგი იყო მაგრამ იქ რაც ყლეობა ეწერა ის ერთი პუნქტი ხო ეგ ისე გამოსწორდებოდა როგორც არაფერი. დამატებით კიდე იმდენ ჰუმანიტარულ დახმარებას მივიღებდით ჩვენ და სამხედრო დახმარებას, რომ აი რავი, ენით აღვიწერებს. მაგრამ მე მაგას ჭირდებოდა უბრალოდ თქმა. ის ხო არ არის. არა. საერთაშორისო გადავამოწმებ ახლა კარგი ის არის.
არამზე მე ვილაპარაკებ. საერთაშორისო მასტურბირებას რო თავი გავანებ. აქამდე მოუწერია და ყველაფერი კარგად არის. ამიტომ მალე უნდა დავამთავროთ. ხო, სასწაულად. საერთაშორისო მასტურბაციას თავი გავანებოთ, არ მაინტერესებს ხა მე გაეროები და უთოები და სტრატეგიები ყველაზე მიდია. და ესე უნდა იყიდოს ყველა მას რა ქვია მორჩა მაგის რო მე მგონი როგორც დემოკრატიის რო დასრულდა ეს საერთაშორისო სასამართლოების როც მორჩა. მაგრამ ხა რა ვთქვა იმაში ხო წერია რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი. ანუ ოკეი მე რა ანუ თქვათ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი. მე როგორც საქართველოს ჩემს ქვეყანაში არსებული ტერორისტული ორგანიზაციის ისა რა ქვია გენშტაბის დაბომბვის უფლება მაქვს თავსახად. ეს ცალკე ყლეობაა ბიჭო რომ ანუ მომისმინე ოვერტონის ფანჯარაა ყველაფერი. შენ იმაზე კი არ უნდა ეჩალიჩო რომ მე მძინარე ცხინვალი არ დამიბომბავს. უნდა ეჩალიჩო იმაზე რომ მძინარე ცხინვალი რომს დამებომბა სწორი ვიქნებოდი. ხო, იმიტომ რომ ჩემ ტერიტორიაზეა. ჩემ ტერიტორიაზეა ეს ერთი. მეორეც ერთი, ანუ თქვათ და ესა ივნისის ბოლოდან დაწყებული პროვოკაციები არ ქონოდა რუსეთს და ყოველ დღე სოფლებს არ დაებომბა ყოველ დღე. და ჩვენ ესე პროსტო დაგვესიზმრა და დავიწყეთ ეს რა ქვია სამხედრო მოქმედებები. თქვათ ესე გვექნა. მაინც სამართლებრივად მართალი ვიქნებოდით და სინამდვილეში მორალურადაც მართლები ვიქნებოდით. იმიტომ რომ ომი 2008 წელს კი არ დაიწყო. ომი ეხაც მიდის და დაიწყო არც 91-ში არ დაიწყო, არც 21-ში. რუსეთის იმპერიის დროს დაიწყო, როდესაც პირველი რუსი გაჩნდა დედამიწის ზურგზე. ხო და ამიტომ ეს იქნება ჩვეულებრივი პასუხი, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ კიდე ერთი რაღაცა ვთქვათ. 2008-ში ჩვენ რო აი არ გაგვეცა პასუხი ვთქვათ რა 7 აგვისტოს და აგვისტოს რო არ გაგვეცა ჩვენ პასუხი იმათ ყოველდღიურ დაბომბვებზე და ხალხს ხოცავდნენ უკვე პროსტა ხო რაღაც სახლებს ხო არ ანგრევდნენ ანუ ველებს ხო არ ბომბავდნენ ხალხი დაიწყო ორი პოლიციელი მოკლეს ჩვენ რო არ გაგვეცა პასუხი განვითარდებოდა ყველაფერი ჩვეულებრივი იგივე სცენარით რაც განვითარდა უკრაინაში იმიტომ რომ გეგახსოვება ხა არ ვიცი ან გახსოვს რა 2022-ში რაც ამერიკა წინასწარ აფრთხილებდა იმას რა ქვია ზელენსკის რომ ესენი ომის დაწყებას აპირებდნენ ზელენსკი თან არ ჯეროდა თან მეორე მხრივ ამბობდა რომ არა ისა რა ქვია არ მინდაო მე პროვოკაციაზე წამოვეგო არ წამოვეგო პროვოკაციაზე არ გასცა პასუხი მიუხედავად იმისა რომ ყოველ დღე თითქმის მართლა ბომბავდნენ საზღვრებს ისინი რუსები ხო მახსოვს როგორ არა კი არ გასცა პასუხი და რა მოხდა მაინც დაიწყო რუსეთმა ომი ანუ ჩვენ ის ფაქტი რომ თუნდაც რომ მაგალითად პასუხი გავეცით შეიძლება იქამდე სანამ რუსეთი ფიქრობდა რომ ჩვენ პასუხს გავცემდით უკვე ნიშნავს იმას რომ სწორი გავაკეთეთ იმიტომ რომ შეიძლება იგივე მეთოდით განვითარებულიყო რაც უკრაინაში განვითარდა რომ დავაცდით მაგალითად თქვათ რა ვიცი მე 16 აგვისტომდე თქვათ და 16 აგვისტოს რუსეთი როკის გვირაბიდან კი არ შემოიჭრებოდა გადმოსახავდა დესანტს პირდაპირ თბილისში მოკლავდა სააკაშვილს და მას რა ქვია მის მთავრობას პარლამენტს და გავიდოდა ეგრევე ანუ სახელმწიფო გადატრიალებას მოგიწყობდა პირდაპირ მაგაზეც მინდა რომ თქვა რომ ესე იგი იცი რა ეგრე რო არ მომხდარიყო რა აქ საბოლოო ჯამში რა რაზე არის ანუ ლაპარაკი მართლა ხო ფეხებზე კიდია მაგ ხალხს რა მოხდა რეალურად რა ხო ანუ სინამდვილეში ჩვენ დავიწყეთ ომი თუ არა ეკლეზე კიდია დღეს იმი რატო კიდია ეკლეზე ნახე მართლა რომ ანუ ამ პროვოკაციებზე თუ რაღაც ეგეთებზე არ ეპასუხა სინამდვილეში რა იმაზე რაც საპასუხო იყო ხო ეს ნარატივი უცებ არსაიდან რა ძალიან მარტივად შეტრიალდებოდა იქამდე რომ სააკაშვილი და ნაცები არიან შიშრები ლაჩრები არა ქართველები რომლებმაც ის რა ქვია რომლებსაც ომი შეეშინათ და ეგ ნარატივს ეგენი დაიჭრენ ეგეც რომ ჩვენ მებრძოლიერი ვართ და სააკაშვილმა რა ქნა ბიჭო ანუ არ ებრძოლა რუსეთს და ყლეები არიან რატო დათმეს ყველაფერი ხო რაც არ უნდა გაეკეთებინა ანუ ამ ხალხს უბრალოდ უნდა რომ სალაპარაკო ქონდეს შენს წინააღმდეგ მაგიტომ ამათი აზრის გათვალისწინება თუნდაც რაღაც დონეზე არის ყლეობა უნდა უთხრა რომ შენ ხარ ყლე შენი დედას შევეცი ამ ხალხთან ლაპარაკის სხვა ის არ არის რა ანუ ეხა ვიღაცა გამოსა ნუ ეხა ჩემი ოჯახის წევრია და რაღაცა ანუ რა ვიცი მე მოესა ეს რა ქვია სოლომონის ბაბუა იყო სოლომონ პირველის ბაბუა იყო ლევან აბაშიძე და დედაც მამაც არა მამა აღარ ყავდა ესა ბიძები სულ ყველა ებრძოდნენ სოლომონ პირველს იმიტომ რომ სოლომონმა გადაწყვიტა რომ გაეუქმებინა ეს რა ქვია საქართველოში წყენწყვეტილობა ანუ მონათ ვაჭრობა და რა ეთქვა რომ ანუ ეხა ბაბუა ჩემია ლევან აბაშიძე აი ხნო ბაბუა შეყავს ტყეებით ხო რა გავაუქმო ანუ ზოგადად ესე არის პირველ ადგილზე დგას ღმერთი მერე დგას სახელმწიფო, მერე დგას ოჯახი. და სხვათა შორის ეს არის ის სამი რაღაცა, რის გამოც ადამიანი შეიძლება მოკვდეს. კი ბატონო, თვალსაჩინო გეთანხმები ამაში. და ლიბერალიზმისთვის ინგა. ადამიანი არ მოკვდება. არა, ეგ თვალსაჩინო მართალია, ხა ცოტა 4 ოქტომბერსაც რო გადავწყვეტ, ხა დღევანდელი ჩვენი საომალო კი ბატონო, შეხვედრის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რა ქვია, ცენტრი არის ეს რა.
4 ოქტომბერს რო გადავწყვეტ, ეხლა რატო იქნება 4 ოქტომბერი განსხვავებული, თუნდაც დეკემბრისგან. ოკეი. იმიტომ რომ ხალხი ლიბერალიზმისთვის საბრძოლოდ არ გადის ქუჩაში. 4 ოქტომბერს გადის ქვეყნისთვის საბრძოლოდ. რუსული აქციები იყო ბრძოლა ლიბერალიზმისთვის. არ ვიცი. რუსული კანონის აქციები ბოდიში. ანუ მოდი ესე ცალსახად ეს იყო. ორგანიზატორები იყვნენ ხალხი, ვინც იბრძოდა. ეგუნა მეთქვა. კი ან ესეთი ნარატივი ცალსახადები იყო, მაგრამ ეხლა მაგალითად დეკემბერში ხალხი ვინც იყო გამოსული და განსაკუთრებით ისინი მიცინა ხაზებზე იდგნენ, ახლა მაგათ უყლეზე არა, მაგათ არავის არ ვლაპარაკობ, მაგათ კაცო ორგანიზატორები. მივხვდი რა სამო. აქციები დაორგანიზდა ლიბერალიზმის გადასარჩენად საქართველოში. მესმის კი. და არა საქართველოს გადასარჩენად. ეს პირველი რუსული კანონის აქციები და მეორე რუსული კანონის აქციები. ეხლა მე რა იყო? მე იყო არჩევნების აქციები, პოსტსაარჩევნო აქციები, რაც უბრალოდ სისულელი იყო, ანუ არა კაცმა არ იცოდა რა ხდებოდა, იმიტომ რომ გაგვაყლევეს. თვითონ ოპოზიციამ გაგვაყლევა, რომ 26-ში ვიგებთ და 26-ში ვიგებთ და მე უცებ ვერ მოვიგეთ 26-ში. შოკში ვიყავით. 28 ნოემბრის მერე მომხდარი მოვლენები უკვე უფრო ახლოს იყო იმასთან, მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორები მაინც არა ქვეყნისთვის, არამედ რაღაცა ევროკავშირისთვის იბრძოდნენ. ანუ არა ის რომ საქართველოს გაწევრიანეთ ევროკავშირში და რაღაცა იდეალებისთვის იბრძოდნენ და არა ანუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რატო გვინდა? იმიტომ რომ კარგად ვიცხოვრებთ. და არა იმიტომ რომ ევროკავშირი პროსტა სახელი მომწონს და მინდა რომ ლურჯი დროშა დავიტყაპო სახეზე. ანუ კარგად მინდა ცხოვრება. მაგრამ ეს ჩავარდნა არის რა. მე და შენ ევროკავშირი შეიძლება გვინდოდეს, შეიძლება მე არ მინდოდეს. მაგრამ ორივე საბოლოო ჯამში ამას იმიტომ ამბობთ, რომ ვიცით, რომ კარგია ევროკავშირი საქართველოსთვის, ან შეიძლება ცუდი იყოს. მაგრამ ისინი ამას ასე არ უყურებენ. ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირი გვინდა, იმიტომ რომ ხო, ევროკავშირი, იმიტომ რომ ევროკავშირი და მორჩა. ხო, всё. ხო და შესაბამისად, ეხლა 4 ოქტომბერს ბევრად უკეთესი, ბევრად სხვანაირი მისარი რა ქვია მოტივატორი ექნება ამ ხალხს. ხო, დავამატებ მაგ იმას და მაგ აქციებს ეგ ნარატივი რაც შენ თქვი, ეტყობოდა ცალსახად იმაზე, რომ არასდროს ანუ ნახე რაღაც მომენტში ყოველთვის ჩერდებოდა ეს აქციები და უცებ ვითომც არაფერი ეგრე მთავრდებოდა რა. რა ვიცი, პირველი რუსული კანონის აქციები ავიღოთ, მოდი, სადაც გიორგი ვაშაძემ რაღაც მოუწოდა ამ ხალხს და მე როცა გიორგი ვაშაძეს შეექმნა პრობლემები, ხო, რომელიც ცალსახა მონაწილე იყო ამ ყველაფრის და თანამებრძოლები დიაში გვერდჩუნა დადგომოდნენ, ყველა მყლეს დაიკიდა. რა ვიცი, იგივე მოხდა მე რუსული კანონის დროსაც, როცა დარბევები რაღაცები 1000 უბედურება ხდება და მე ხალხი დაიკიდა მყლეზე. გვეუბნებიან მე რომ არა, იცით რა, ანუ ჩვენ ის რა ქვია, ხო, ისა ჩვენ ვართ ისტორიის წარმხარეს, გავხდებით მათნაირები და დაველოთ არჩევნებს და დემოკრატიულად ყველაფერი გადაწყდება, ჩაიჯვა ამ ყლეობამ. მე ანუ ოპოზიცია მთლიანად გამოყლევდა და ოპოზიციასაც უკვე მაგის ჯეროდა რომ ჩვენ ყლეები ვართ და მოდი აი ამ ვიღაცა გაუგებარ ხალხს მოვუსმენოთ რომელიც გვეუბნებიან და დღეს როგორც იქნა ვიღაცამ გაიღვიძა და მიხვდა რომ მაგათ აღარ უნდა უსმინოს და ცალსახა შედეგი დავინახეთ ხო ბატონო ხაბი დავინახეთ რომ თქვენ რეიტინგი გააქვთ. და ეს ნიშნავს იმას რომ ყველა ხვდება მაგას რომ დავიღალეთ რა კაცო ანუ დავიღალეთ არა კაცო დავიღალე სხვა არის დავიღალე რომ აღარ მინდა კაცო დავიღალე კი არა მომბეზრდა გააჯვით რა აღარ მინდა თქვენი ეს რა ქვია ყლეზე მკიდია თქვენი რაღაცა ფსევდო იდეოლოგიები კაცო მე მინდა ქვეყანა რომ მქონდეს და არა სულ ყლეზე მკიდია ხა არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება რომ იმსჯელოთ რა ქვია რაღაც მარქსიზმი ჯობია თუ იმას რა ქვია ლიბერალიზმი თუ ის რა ქვია ჰაიეკიზმი თუ რაღაც ყლეობები კეინზიანიზმი და რაღაც ყლეობები ხო არ მაინტერესებს კაცო გააჯვით მე მინდა რომ ჩემ ქვეყანაში მინიმუმი მოთხოვნა მაქვს ის რომ რუსები არ იყვნენ ჩემი მთავრობაში ეს არის ჩემი მინიმუმი მოთხოვნა არის მე მოსტყნიათ დეგა თუ გინდა რას გინდა ის გააკეთეთ კაცო გააჯმევინეთ ამათ ეგ არის პირდაპირ მნიშვნელობით ინტელექტუალური მასტურბაცია იმიტომ რომ ვერაფერს ვერ აკეთებ აი იმას რაღაც შენ რო ლაპარაკობ იმაზე რაც რავი 20 წლის მერე შეიძლება განიხილო ამ ქვეყანაში მართლა რომ რაღაცა როგორი ეკონომიკური მოდელი ჯობია განვითარებისთვის რომ ეხლა ჩვენ რაღაცა გადასახადებს ხوار დაუწიოთ უფრო აი მაგაზე რო ლაპარაკობ რა ამას განიხილავ დღეს როცა რა ვიცი მე მართლა ხვალზე შეიძლება გითხრა რომ კედელთან დადექი მეგობარო წარმოიდგინე ხა 63 წელს არავი 53 წელს ანუ 37 წელს რომ ვიღაცა გამოსულიყო და დამჯდარიყო იმაზე რომ აი ხა ჩვენ წითლებს უნდა დავაჯეროთ რა ქვია მას რა ქვია საკადასტრო კოდექსი არის შესაძლებელი. აი და ეს არის მისი საბრძოლო ველი წითლებთან. იდი ნახვი, გააჯვი, შენი დედას შევეცი და მამათი დღევანდელი ისინი რა ქვია
თანასწორები და პარალელები ყავს არსებობენ. ხალხი რომელიც გიგოტა ჭანტურია მაგალითად რა ვიცი მე. ბიჭო, გააჯვით. ჩემმა ფრენდმა Facebook-ზე ქსია გამოაქვეყნა სხვათა შორის შემოხდა იმის ავადმყოფი ხალხის. და საკმაოდ სოლიდურისია იყო. თუ გინდა რავი წავიკითხოთ. და მაგით დავასრულოთ. წავიკითხო? არა, წავედით უკვე. წავიდეთ? წავედით. ოკეი. ხო, რა ვიცი, არ დავასახელებ ახლა, მაგრამ ვიღაცები მიხვდებიან ალბათ და ნახავენ, მაგრამ არ ვიცი, იმიტომ რომ ფრენდებზე იყო თუ პაბლიკზე იყო, არ მახსოვს, ამიტომ დიდ ნაწილს ვეთანხმებოდი, მოკლედ, ვინც ავადმყოფების სიაში ეწერა ცალსახად. მე არ მაქვს სია ნანახი, მაგრამ მე ზოგადად სიებს, რომლის მიხედვითაც მე ხალხი ისჯება, ეთანხმები. კი, და გავიხსენებ დიდ აი უდიდეს რომაელ მოღვაწეს კორნელიუს სულას, რომელმაც რაც კორნელიუს სულამ გააკეთა პროსკრიფციების სიამოძებნეთ შეფასებოდა ეს იყოს კაცობრიობის გამარჯვება იყო ეს მაგალითი რო გვაქვს ჩვენ იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ და მაშინ ეს მოხდა უკვე ცალსახად კარგი არის რა მადლობა და ეს რა ქვია ავე სულა ავე კეისარ ეს არის დედა შევეცი გამარჯვოს რესპუბლიკას რომის რესპუბლიკა ცალსახად მოკლედ 7 ზღვრებში ჩვენ უფრო დიდი კამათი გვექნება რაღაცებთან დაკავშირებით და ვიყურეთ რესპუბლიკა მომაკვდავი იყო ხო მაგრამ კეისარი არასწორი პასუხი იყო ამ მომაკვდავებას ძალიან კარგი პასუხია მინდა გითხრა ასევე ის რომ არა მაყურებელს მინდა უთხრა რომ მადლობა რომ გვიყურებთ და ასევე უნდა უთხრა ის რომ შენ დაგავიწყდა დონაციის ლინკი რომ დაგედო წინა ვიდეოზე თუ არა სპეციალურად არ დავდეთ მოდი თქვათ ასე და ამჯერად დავდებთ. აი, იმიტომ რომ კომენტარებში ხვდა ვიღაცის. აი, დავდებ ხო. ხო, რო ისა. ამჯერად დავდებ ეს1 და მეორე1 კიდე რავი, მე აგერ არის ხამოა ის რაღაც არ ვიცი რაც ხამოა და გაჩვენებთ რომ ზელენსკის რომ მივეცით ფული. ხო, აუ, ზელენსკი. ზელენსკი თავის ორი ეროვნებიდან ერთ-ერთს ამართლებს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს ეს რა ქვია სურათი. არა და მივეცით ფული, რა ვიცი. ხო, და ეგეც კი ბატონო იმედია იქნება. ანუ ჩვენ არ გსკემავთ, ზელენსკი გსკემავთ. დიდი ბატონო ფაშინიან, მადლობა.